მაშინ არ უნდა ყველას კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პარაბელუმზე. უკვე ცოტა ხანია რაც უკრაინის კონფლიქტზე არ ვისაუბრია, რადგანაც განსაკუთრებული შეტევები, ოპერაციები ან ცვლილებები ფრონტზე არ მომხდარა. სინამდვილეში ეს ორი თვე ტერიტორიული ცვლილებების თვალსაზრისით უფრო ნელი იყო 2024-2025 წლებთან შედარებით. ამ დონეზე არ ვიყავით 2023 წლამდე, ან თუ ვინმე სურს ცვლილებების სიჩქარის იმ დონეზე დაბრუნება, უნდა დაბრუნდეს 2023 წელს. დიახ, ცოტა ადრე დავიწყე, რადგან ომი შენელდა, ალბათ თქვენც შეამჩნიეთ ეს გასულ წელსაც, მე დავიწყე უკრაინის შიდა საკითხებით დაკავება. და დაახლოებით მაისი-ივნისი გასული წლის, როცა ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ნაბუსა და საპოს ბრძოლაზე და იმაზე რაც შიგნით ხდებოდა, დაიწყო საუბარი. ეს იმიტომ რომ რა თქმა უნდა ადგილზე ბევრი რამ არ ხდება, მაგრამ ასევე იმიტომ რომ უბრალოდ სოფელ X-ის ქრონიკის მოყოლა, რომელსაც 3 მანქანა, 4 მოტოციკლი და 20 ქვეითი ესხმის თავს არაფერს ხვება. სულად გადმოსცემს იმას, რაც თლიანობაში ხდება ამ ომში. რადგან ჩემი თვალსაზრისით აქ მინიმუმ 3 ომია. ანუ ის რაც ხდება უშუალოდ ბრძოლის ველზე, თავისი ყველა ტაქტიკური დეტალით, არის შემდეგ მოლაპარაკებების ომი, რომელიც აშკარა ომი არ არის. იმ გაგებით, რომ მოლაპარაკებები, რომელსაც უკრაინა ატარებს, ყველას მხარდაჭერით მიმდინარეობს. უკრაინის მთავრობის შიგნით, ან ყველა სექტორში და შემდეგ არის კიდევ ერთი უკრაინის არმიის შიგნით. ამაზე მე მუშაობდი, მგონი საკმაოდ ბევრიც, იმ ვიდეოებით, რაზეც საუბრობდით, უკრაინის არმიის სტრუქტურული პრობლემების შესახებ, სხვადასხვა ზოგად რეფორმებს შორის, მაგალითად მიხაილო დრაპატი, რომელიც ასევე სურდა რეკრუტირების რეფორმირება, სუპრანაციონალისტების ფრონტზე, ანუ აზოვის არმიის კორპუსების, ყველა იმ დანაყოფის, რომლებიც ახლა ამ ორი არმიის კორპუსის შემადგენლობაში არიან. ვთქვათ, უფრო ნაციონალისტურ ძალებს მიეკუთვნება. რადგან არის შეჯიბრი იმისთვისაც, რომ მიიღონ ან იყვნენ პოტენციური კანდიდატები, ვთქვათ, უკრაინის არმიის უმაღლეს პოზიციას. და რა თქმა უნდა, ამ სექციებიდან თითოეული, ანუ რეგულარული არმია, ნაციონალისტები, შიდა სამსახურები, სამხედრო სამსახურები, ყველას აქვს თავისი ხედვა მოვლენებზე და ხშირად ეს ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. რო გაგიჩნდეთ წარმოდგენა, გეტყვით ზოგადად. უნდა დაუბრუნდეთ უკრაინის არმიის სტრუქტურულ პრობლემებს. უნდა დაუბრუნდეთ. რამდენად ღრმაა თეთრი კუდლის სორო. როგორც პირდაპირ ეთერში რომ ნახოთ ნაბუსა და საპოს ყველა შიდა ფაქტორი, დღესაც რაღაცას მოვიყვან მაგალითად უბრალოდ როგორც შეჯამებას, რო ცოტა გაგვახსენდეს, მაგრამ თუ ვინმე სიღრმეში სურს ჩაწვდეს, რა არის წარმატების მიზეზი ამერიკელებს შორის, ნაბუს, საპოს, ზელენსკის, ოპერაცია მიდას, ანტიკორუფციას, იერმატის დაცემას, უნდა ნახოს ის პირდაპირ ეთერი. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ სხვადასხვა დაჯგუფებებია, რადგან ნამდვილად თუ უკრაინის შიდა პოზიციებზე მკაცრი შეფასება უნდა გავაკეთო, ნამდვილად ყავს უკიდურესები, რომლებიც ყველაზე ნაციონალისტური ერთეულებია. ისინი წარმოდგენილნი არიან აზოვით და ორი არმიის კორპუსით, რომლებიც სხვათა შორის ძალიან ახლოს არიან ბუდანოვთან. არსებობს ასევე მაგალითად ბუდანოვისთვის მიძღვნილი სიმღერებიც კი, რომლებიც ნაციონალისტებმა დაწერეს, ასე რომ ის ყოველთვის გარკვეულწილად წარმოადგენდა მათ შიგნით, ვთქვათ, ყველაზე მაღალ დონეზე არმიაში, სპეცსამსახურებში და ასე შემდეგ. შემდეგ არიან ისინი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შეთანხმებებს. იერმაკიც ერთ-ერთი ასეთი იყო. და საჭიროა ასევე გავიგოთ მათი კავშირები. ბუდანოვი უფრო ახლოს არის CIA-სთან, რო გასაგები იყოს. იერმაკი უფრო ახლოს იყო ინგლისელებთან. ეს მე არ მithქვამს, ეს ჩემი სიტყვები არ არის. მაგრამ თუ გახსოვთ ის გრძელი სტატია Financial Times-დან, სადაც
80-ზე მეტი ადამიანი იყო ინტერვიუში ჩართული, როცა საქმე იერმაკის პოზიციებს ან მის გავლენას ეხებოდა მოლაპარაკებებში, იერმაკი ყოველთვის იქ იყო, ნებისმიერ მცდელობაში მოლაპარაკების. და ის ერთ-ერთი ყველაზე მტრულად განწყობილი იყო ნებისმიერი შეთანხმების მიმართ. განსაკუთრებით, როცა საქმე ტერიტორიულ დათმობებს ეხებოდა. მაინც ვცადოთ მოვლენები ქრონოლოგიურად დავალაგოთ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ბევრმა კარგად არ იცის, ესე ვთქვათ, უკრაინის მთავრობის ან სპეცსამსახურების სტრუქტურა. ეს რაღაცები აქ, მაგრამ რეალურად გავიგებთ, რომ ეს ძალიან საინტერესოა, რათა გავიგოთ, რატო ხდება ზოგიერთი რამ. მოდი შევაჯამოთ. ნაბუდა საპო, უკრაინის ორი ანტიკორუფციული ორგანიზაცია, დასულ წელს ატარებენ ამ გამოძიებას, რომელსაც მიდასი ქვია. მიდასი ფაქტობრივად ამოიცნობს, მე თითქმის ყველა უკრაინული წყარო სპეციალურად გამოიყენა. ფაქტობრივად ამოიცნობს იმ სისტემას, რომელიც იერმაკმა შექმნა. და ნელ-ნელა იწყება გამოძიებები, რომლებიც თავიდან ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვა მინისტრებს ეხება. და შემდეგ ნელ-ნელა აღწევენ თავად იერმაკამდე. როგორც ვიცით, იძულებული გახდა და დამდგარიყო ის, ვინც ზელენსკის ძალიან ახლოს იყო, ნაბუდა საპო იღებენ თავდასხმებს SBI-სთან, ანუ შიდა სამსახურებისგან. შიდა სამსახურები, რომლებიც ფაქტობრივად ერთვებიან, ეს არის მიდას, რაც ცნობილ ოქროს ტუალეტებს და ასე შემდეგ ეხება. ისინი იღებენ გამოძიებებს შიდა სამსახურებისგან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავად გამოძიებების ჩაშლა სურდათ, მაგრამ ყველა სამსახურმა არ გააკეთა ეს. ეს იყო ერთ-ერთი მოადგილე უფროსი, რომელიც თავიდან თანახმა იყო, მაგრამ როცა ნახა, ამას წყაროებშიც ნახავთ, როცა ნახა, რომ მაინც იყო დიდი სახალხო მოძრაობა იმ თავდასხმების წინააღმდეგ, რაც სამსახურებმა განახორციელეს, ანტიკორუფციული სააგენტოს წინააღმდეგ, უკან დაიხია, მიუხედავად იმისა, რაც მას უბიძგებდა. ეს იყო იერმაკი. არ მახსოვს ეს. ესენ ყველა უკრაინული სამსახურებია, ეს არის უკრაინის პრავდაზე. ბეკარანტი, მურმინდიჩი და მთელი სისტემა. ესე იგი, იერმაკმა მიუშვა ზბუ, რატომ არის ეს ყველაფერი საინტერესო. იმიტომ რომ ეს გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას, თუ როგორ არიან ერთმანეთთან შეთანხმებული სამხედრო და შიდა კონტრდაზვერვის სამსახურები უკრაინის შიგნით. ანტიკორუფციული სპეციალური ოპერაცია რადგას ამის უკან? ნაბუში ჩხრეკები. ეს იყო სტატიები, რომლებიც აღწევდა თუ როგორ ცდილობდნენ შიდა სამსახურები ამ საკითხების დაბლოკვას. SIP აცხადებს, რომ SBU მათ მიმართა და მიიღო ცდომა ყველა ოპერაციის შესახებ ინფორმაციაზე. ამიტომ შიდა სამსახურები და ასევე უკრაინელი სამხედროებიც აკონტროლებდნენ, რას აკეთებდნენ ეს ორი სააგენტო. ისტორიკamente dovrebbe essere indipendenti თავრობისგან. აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოების ისტორია ასეთია. ისინი დემოკრატების პერიოდში ამერიკელებმა გაწურთნეს, დააფინანსეს და ასე შემდეგ. ამიტომ ისინი აქტივი იყვნენ ტრამპისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყავდა ისინი ჩამოყალიბებული, რათა ზელენსკისთვის პრობლემები შეექმნა. სწორედ იმ დროს, როცა თუ გახსოვთ, იყო ცნობილი სცენა ზელენსკის თეთრ სახლში ყოფნისას, ეს იყო გზა რომ დაესუსტებინათ ის. გზა რომ უფრო დამკოლი გაეხადათ, დაეყოლიებინათ მოლაპარაკებებზე და მოთხოვნებზე. ამ ორი ორგანო, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმეს, სულ მცირე დროის თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ მათ იმ კონკრეტულ მომენტში მოქმედეს, თითქოს არ იცოდნენ, რომ მინდიჩი ფულს წინა წელსაც იპარავდა. ან მსგავსი რამეები. ეს სპეციალურად გაკეთდა, რადგან იმ მომენტში ზელენსკი უნდა დაესუსტებინათ.
ეს სწორედ უკრაინული სტატიებია, ძალა გამოიყენეს, სასამართლოს ბრძანების გარეშე მივიდნენ, ასე რომ სამსახურები მივიდნენ, ჩაატარეს რეიდები ამ ორ ანტიკორუფციულ სააგენტოში სასამართლოს მანდატის გარეშე. შემდეგ ხალხი გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს, რადგან ისინი თვლიან, რომ ნაბუ და საპო არის 2014-2015 წლების მოძრაობების მემკვიდრეობა გამჭვირვალობაზე, ანტიკორუფციაზე და ასე შემდეგ. ისეთი აუზაური იყო, ხალხი ქუჩაში ყვიროდა, წადი შენი იერმაკო, სახში წადი და საკმაოდ წინააღმდეგი იყო ზელენსკისაც. საბოლოოდ უკან იხევენ. დიახ, ნაბუ და საპო ასევე ფინანსდება ღია საზოგადოების მიერ. ანუ სოროსის მიერ, აქ ყველა კონსპიროლოგისთვის და ისინი პირდაპირ ტყვებიან ამ ყველაფრით. საბოლოოდ ხალხმა გაიმარჯვა, რადგან დაიცვეს ეს ორი სააგენტო. მაგრამ იყო ბევრად უფრო ღრმა საკითხები, თქვათ, რომლებიც ერთმანეთში იხლართება და ჩემი აზრით ეს ისტორია ძალიან საინტერესოს ხდის. ასევე იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ამ კვლევის ჩატარებისას შევძელი დამეკავშირებინა რაღაცები, რომლებიც ომის დასაწყისში აუხსნელი იყო. და შეიძლება თქვენშიც რაღაცა მოგონებებს გადიყვივებთ. რამდენიმე მოგონებას რაღაცასაც მიხვდებით. ეს იყო ცნობილი სტატია Financial Times-იდან, 30 გვერდიანი, ესე რომ ეს მომზადებული იყო, რადგან შეუძლებელია ედრეში დამოაქვეყნო 20 გვერდიანი სტატია, სადაც 40 ადამიანის ინტერვიუ, სადაც ყველა ყვება, რომ იერმაკი პრაქტიკულად ყველგან იყო მოლაპარაკებებში და რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ შეთანხმებას. ცდილობა აუხსნა, როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ამიტომ სააგენტოები სტრატეგიულად მოქმედებენ სწორედ იმ პერიოდში, როცა ზელენსკი საკმაოდ არეულ მდგომარეობაშია ტრამპთან დაკავშირებით. მინდიკიც და იერმაკიც ცდილდებიან საქმეს, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, იერმაკი, რომელმაც მაინც შექმნა ძალაუფლების სისტემა, ახერხებს გარკვეული საქმეების გაკეთებას. და ამ საქმეებს დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის შიგნით. ერთ მომენტში 2025 წლის ნოემბერში იერმაკს მალე გადააყენებენ, თუ არ ვცდები ოქტომბერი იყო, არა დეკემბერი, რაღაც ესეთი. იერმაკი ცდილობს ბრალდება მოაწყოს. თხოვთ გამომყვეთ, ბრალდება არაკამიას მიმართ. არაკამია ყოველთვის ყველა მოლაპარაკებაზე იყო. და ცდილობს ამის გაკეთებას მეშვეობით. ანუ სპეცსამსახურები, დიახ. შინაგან საქმეთა. ვინ იყო იმ დროს სპუს ხელმძღვანელი? ვიღაც მალიუკი. მალიუკი მას შემდეგ რაც ერმაკის სენიდან წავა, ზელენსკი მას გაათავისუფლებს, გადააყენებს. იგივე მოუვა ბუდანოვსაც. ეს არის უკრაინული სტატია, რომელიც ხსნის თუ როგორ ცდილობდა ერმაკი თავის გადასარჩენად არაკამიას დადანაშაულებას, რომელიც არ უჭერდა მხარს მას, ნაბუსა და საპოს წინააღმდეგ სპეცსამსახურების გამოყენებაში. ამავდროულად ჩანს, რომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ესეთ ეჭვებს ხელს მოაწერდნენ და ესეთ ბრალდებებს წამოაყენებდნენ. ანუ ზელენსკის პარტიის ბევრი პარლამენტარი უარს ამბობდა ერმაკის ამ იდეის მხარდაჭერაზე, არაკამიას დადანაშაულებას. და განსაკუთრებით ხელმძღვანელი გენერალი ვასილი მალიუკი და სულად ავტონომიური გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო. მათ მინიმალური ინტერესი გამოავლინეს გუნდურად თამაშის მიმართ. მიუხედავად გადადგომის მუხარებისა, რეალურად დაიწყეს ამ მუხარების განხორციელებისთვის მზადება. ერმაკს სურდა მათთვის ბრალის საყენებაც კი პირდაპირ ღალატში ადანაშაულებდა. რაც ომის დროს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. მას სურდა მოეშორებინა სპეცსამსახურების უფროსი, რომელიც უარს ამბობდა ნაბუს, საპოს და არაკამიას დაბლოკვაზე. ამიტომ სურდა სბუს გამოყენება თავის გადასარჩენად.
გაითვალისწინეთ, რომ იერმაკის სცენიდან გადის და მაინც ბუს უფროსი მალიუკი გადათენებულია. მალევე ეს ხდება ბუდანოვთანაც, რომელსაც სამხედრო დაზვერვის უფროსის პოსტიდან იღებენ და იერმაკის ადგილას აყენებენ. აქ საჭიროა ერთი გადახვევა გავაკეთოთ, უბრალოდ ჩვენ სქემა მოვამზადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მზად იყო რამდენიმე დღით ადრე, სანამ ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის არ მოხდებოდა არეულობა. სინამდვილეში ჩვენ უკვე დავაკეთეთ შორტი, მერე დაიწყო არეულობა, იმით დავკავდით და ეს ლაივი, ესე ვთქვათ, ცოტა გაირინა. ეს არის ურთიერთობების სქემა, რომლისთვისაც ყველა წყარო დავამატე და ყველაფერი, რასაც ვამბობ, დამტკიცებულია და უმეტესად თავად უკრაინელების მიერაც არის დაწერილი. ურთიერთობები ასეთია. ყავს მალიუკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც იერმაკისგან ბრძანების მიღებაზე უარს ამბობს და ნაბუშა და საპოს გამოძიებაზეც უარს ამბობს, რომლებიც იძიებენ იერმაკს, მინდიჩს და ყველა დანარჩენს. ამიტომ იერმაკი ცდილობს დაარწმუნოს, ზოგიერთი პარლამენტარი და ზოგიერთი მინისტრი დაარწმუნოს, დაადანაშაულოს არაკამია პარლამენტის მხრიდან და მალიუკი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოვალატეობაში. არავინ თანხმდება, რადგან ყველა ხვდება, რომ იერმაკი უკვე დამთავრებულია და ამიტომ იერმაკი მიდის. ზელენსკი იღებს ბუდანოვს, რომელსაც მსოფლიოში ომის დროს არავინ აიყვანდა როგორც ერთ-ერთ საუკეთესო სამსახურის უფროსს. ეს არის დაზვერვა, როგორიც მსოფლიოს არასდროს უნახავს. რადგან უნდა ითქვას, რომ უკრაინელებმა იმ ცირედით რაც ჰქონდათ, ისეთი საქმეები გააკეთეს, როგორიც მოსაც შეუძლია. და მას იერმაკის ადგილას აყენებს. ანუ მოსალაპარაკებლად, რუსებთან სასაუბროდ, ანუ არაოპერატიულობაში. ამ ყველაფერში ძალაუფლების ძალიან საინტერესო ინტრიგაა, რადგან იერმაკი ვარდება, მაგრამ სანამ დაეცემა, რამდენიმე სვლას ასწრებს. ამ სულებიდან ერთ-ერთი იყო პოკლადის დანიშვნა სპეცსამსახურების მოადგილედ. კამარა არაფერს ნიშნავს, ის ზელენსკიმ აირჩია. მაგრამ რეალურად ეხლა სპეცსამსახურებს მართავს ეს პოკლადი პერსონა, რომელზეც მალე ბევრს ვისაუბრებ, რადგან მას საკმაოდ შემაშფოთებელი ისტორია აქვს. ხოლო იმას გეტყვით, რომ მისი მეტსახელია მახრჩობელი. ყველაფერი გითხარით. გავიგოთ. ბუდანოვი, რადგან ისიც როგორც ბუდსთან ერთად. ასე რომ, როგორც გურ, სამხედრო დაზვერვის სამსახური, ასევე სბუ მაგლიოსთან ერთად, რომლებიც უარს ამბობენ ამ ამბავში ჩართვაზე, ანტიკორუფციულ სააგენტოებს, ზელენსკის, იერმაკს და სხვებს შორის. ისინი უბრალოდ არ სურთ ამ საქმეში ჩარევა. არ სურთ. და ამის გამო ისჯებიან. სბუს უფროსი მაგლიო, რომელიც გადაყენებულია და ბუდანოვიც გადაყენებულია. გადაყენებულია სამხედრო დაზვერვის სამსახურებიდან სხვადასხვა მიზეზით. ერთი, გავიხსენოთ ზალუჟნი, რადგან ამ ამბავში ზალუჟნიც იყო გარეული. ბუდანოვი ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო კანდიდატი იყო, ვთქვათ, გამოკითხვების მიხედვით ზელენსკის კონკურენტად, როგორც ზალუჟნი. სინამდვილეში ზალუჟნი გააგზავნეს ელჩად. გამოგვიგზავნე ბარათი. ეს ზელენსკისთვისაც ერთ-ერთი გზაა, რომ ბუდანოვი პოლიტიკური კონკურენტის რანგში გაუნებელყოს. სხვასაკითხია თუ ბუდანოვი იერმაკის ადგილას სწავა, მაგრამ ყველა ადამიანი გადახედეთ კიდევ ერთხელ Financial Times-ის სტატიას, ვინც მის ქვემოთ არიან, ყველა იერმაკის მიერ არის შერჩეული. ყველაზე დაბალი დონიდან დაცდებული პრაქტიკულად პრეზიდენტის ოფისის მოადგილემ. ბუდანოვი პრაქტიკულად აღმოჩნდება აპარატის მართვაში, სადაც ყველა ადამიანი იერმაკის მიერ არის დაყენებული და შერჩეული. Financial Times-ის სტატიაში საუბარი იყო სწორედ ამ 20-მდე ადამიანზე, რომლებიც პირადად იერმაკმა შეარჩია თავისი საქმეების სამართავად და აქედან არც ერთი არ შეცვლილა. ასე რომ ბუდანოვი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელია, მაგრამ მის გარშემო მყოფები, მისი სანდო ადამიანები არ არიან. დღემდე იერმაკი, როგორც ხშირად წერენ უკრაინული დაზეთები, ზელენსკის ხვდება თითქმის ყოველ მეორე დღეს.
ასე რომ ის მაინც აგრძელებს გავლენის მოხდენას. Bravo Winter, ბუდანოვის დანიშვნა ერმაკის ნაცვლად ოქროს თანამდებობაა. ფილულია, მაგრამ ძალაუფლება აღარ აქვს, მას აღარ აქვს არც სპეცსამსახურები, ის ისევ საუბრობდა გურის ვაშენკოს ხელმძღვანელობაზე. ისევ ზელენსკიმ აირჩია იგი. მაშასე ხედავთ როგორ შეძლო ზელენსკიმ სხვადასხვა ნაბიჯებით შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელისა და სამხედრო სპეცსამსახურების ხელმძღვანელის განეიტრალება. რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს ბუდანოვი და იერმაკი? რა არის ამ ტრობის ღრმა მიზეზი? ბუდანოვი მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა რუსეთს, თუ იმას დავაკვირდებით, რაც მას უთქვამს, ბოლო 9 თვის განმავლობაში მან გააკეთა საკმაოდ წინააღმდეგობრივი განცხადებები თავისი პოზიციის მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისი განცხადებაა ის, რომ უკრაინამ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა, როგორც სახელმწიფომ. როგორც ჩანს ეს მან თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე ვერხოვნა რადაში, თითქოს ამბობდა, უნდა ვიპოვოთ ალტერნატიული გამოსავალი ომის გაგრძელების ნაცვლად. როცა ევროპულ ფორუმზე იყო, თქვა, რუსებთან უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, რუსები ისინი, თქვათ, მოუხერხებელი მეზობლები არიან. შეიძლება ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოგიწევს მათთან საუბარი. ასე რომ პარადოქსულად ბუდანოვი, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაციონალისტები აღმერთებენ, კარგი ფიგურაა მოლაპარაკებებისთვის. რატომ? იმიტომ რომ თუ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს, ნაციონალისტები უფრო ენდობიან. ვერხოვნა რადა არის უკრაინის პარლამენტი. მეორე ის მოლაპარაკებების პროცესში ნაკლებად საშიში ხდება ზელენსკის მეტოქე და მესამე ის ძალაუფლების გარეშე რჩება. მეოთხე თუ ბუდანოვის მოლაპარაკებები რუსებთან ჩაიშლება, ვის დაადისრებენ ბრალს? ბუდანოვს. ამიტომ ზელენსკიმ გუცბად რო თქვა, პოლიტიკურად ძალიან ძლიერი სულა გააკეთა. მან ბუდანოვი დააკენა ისეთ პოზიციაში, როგორც ოქროს გალიაში. ის პიროვნებაა, რომელსაც ნაციონალიზმი მოსწონს. ამიტომ თუ ის რუსებთან ისაუბრებს, ნაციონალისტები ვეღარ დაადანაშაულებენ ისე როგორც ზელენსკის ადანაშაულებდნენ და თუ რამე არ გამოვა, ყველაფერი ბუდანოვის ბრალი იქნება. მაგრამ რატო სძულთ ბუდანოვს და იერმაკს ერთმანეთი? იმის გარდა რომ ბუდანოვი უფრო ახლოსაა CIA-სთან, ხოლო იერმაკი უფრო ახლოსაა ბრიტანელებთან. და მათი პოზიციებიც ასახავს ესე ვთქვათ, დაახლოების პოზიციებს. იერმაკი გაცილებით ნაკლებად შემრიგებლურია. იერმაკი წინააღმდეგია ნებისმიერი მოლაპარაკების. შემთხვევით კი არა, ბრიტანელები ყველაზე უფრო უკომპრომისოები არიან უკრაინაში მშვიდობის საკითხში. ამერიკელები კი უფრო მეტად არიან მზად მოლაპარაკებისთვის. და შემთხვევით კი არა, ბუდანოვი ძალიან მოსწონთ ამერიკულ პენტაგონის წრეებში. ალბათ იმიტომ, რომ სპეცსამსახურების ხალხი ერთმანეთს უკეთ ესმის და ასე შემდეგ. ბუდანოვი მოატყუეს, გააუნებელყვეს, ჩამოართვეს ის სამსახურები, რომელსაც 2020-დან 2026 წლამდე მართავდა და პარლამენტარად დანიშნეს. ასევე შეიცვალა ის თუ ვისთან მიდიოდა მოლაპარაკებები და თუ დავაკვირდებით და აქ საქმე მართლაც საინტერესო ხდება. ბუდანოვი აბუ-დაბიში ვისთან საუბრობს? რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელთან, არა სანტა-კლაუსთან, სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ, არა დიპლომატი და დიპლომატი ელჩი და ელჩი. სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, სპეცსამსახურის ხელმძღვანელთან ეს სხვა ტიპის განხილვაა. უფრო ტექნიკურია, ჩემი აზრით. ადამიანებთან, რომლებიც, ჩემი აზრით, პირდაპირ გეუბნებიან ყველაფერს. ამიტომ საინტერესოა, რომ როგორც უკრაინელებმა, ასევე რუსებმა სპეცსამსახურების ხელმძღვანელები გაგზავნეს. და აქ საქმეები ძალიან საინტერესო ხდება, რატომ? იმ დროს, როცა ის რუსებთან საუბრობს, რაღაც ხდება. თქვენ გახსოვთ, რა ხდება? ზუსტად იმ მომენტში, როცა ის პირდაპირ ფიზიკურად ზის ერთ ოთახში. რუსული სამსახურების უფროსთან.
რუსული სამსახურების უფროსის მოადგილესთან გენერალ ალექსეევთან ერთად მასზე თავდასხმა ხდება. ეს თავდასხმა ბუდონოვის მოწყობილი არ იყო, პირველი ის უკვე აღარ იყო გურის უფროსი. მეორე მას არ ეკნებოდა არანაირი მიზეზი, როცა რუსული სამსახურების უფროსთან საუბრობდა, თავდასხმა მოეწვა მის მოადგილეს. საინტერესოა, რომ უკვე როგორც შიდა, ისე სამხედრო სამსახურების ახალი უფროსები ჩანაცვლებულნი იყვნენ ერმაკთან ძალიან დაახლოებული პირებით. მახრჩობელა პოკლადი ერმაკს 2010 წლიდან იცნობდა. და ამას მე არ ვამბობ, ეს არის საინტერესო, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ჩემი თეორიები ან რაღაც უცნაური რამ. აფეთქება დისკუტერი, კარგი, ხედავ რო გახსოვთ. ეხა კიდევ ერთ მოგონებას გაგახსენებთ, რომ გაიდოთ რატო აქვს ამ მტრობას, ძალიან ძველი ფესვები. გახსოვთ, როცა 2022 წლის დასაწყისში ერთ მომენტში ერთ უკრაინელ წარმომადგენელს რუსი ჯაშუშობა დასდეს ბრალად და მოკლეს. არ გახსოვთ? აი, სწორედ ეს შემთხვევა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, საუბრობ დენის კირიევზე. აი, ეხა გაჩვენებთ. ვინ დაადანაშაულა სბუ, ანუ შიდა სამსახურები, დენის კირიევის მკვლელობაში. კირიევი, ვინ დაადანაშაულა სამსახურები. ეს იყო ბუდანოვი. ბუდანოვი ჩიოდა, რომ შიდა სამსახურებმა სბუმ მოკლეს კირიევი. და რომ მისი სხეული ქუჩაში დააგდეს. ბუდანოვი ამბობს, კირიევი რუსი ჯაშუში არ იყო. როგორც სპეციალური სამსახურის უფროსი, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო, ანუ გურის წევრი, ჯაშუში არ ყოფილა. ეს პირველ რიგში, მეორეც პირადად ვიცნობ ბატონ კირიევს 2009 წლიდან და უბრალოდ თქვენი გასაგებად, თქვა ბუდანოვმა. მისი თქმით, არავინ ელოდა, რომ სბუს თანამშრომლები ასე იმოქმედებდნენ გურის შტატიანი თანამშრომლის წინააღმდეგ. იმ დროის უფროსმა ივან ბაკანოვმა ვერ შეძლო არაფრის სწორად ახსნა. ბუდანოვმა ასევე თქვა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებმაც დენის კირევი მოკლეს. და აქ ჩნდება ოგლადი, მახრჩობელი. Lo strangolatore. ოგლადი, მახრჩობელი, რომელიც მონასტრული ფიგურაა. ძალიან საკამათო ფიგურაა, რადგან ჩვენი მეგობარი მახრჩობელი, რომლის ძალიან ცოტა ფოტოც არსებობს, ეხლა უკვე სამსახურის უფროსის მოაძის მოადგილეა. ის იყო ის, ვისაც ბუდანოვი დენის კირევის მკვლელობაში ადანაშაულებდა. აი ეს პიროვნება. აი ამ პიროვნებამ მოკლა დენის კირევი 2022 წელს დაადანაშაულეს, რომ იყო რუსი, უბრალოდ პრორუსი, ორმაგ თამაშს თამაშობდა და ასე შემდეგ. თუმცა სინამდვილეში ის ბუდანოვის აგენტი იყო. და ეხლა მან დაიწყო იმის აღნიშვნა, რომ მას მართლაც დაუჯერებელი ისტორია აქვს. ესენი ყველა უკრაინული გაზეთებია. 2003 წელს ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სფეროში. 2010 წელს მას მოხსნეს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან. ტაქტიკური დაზვერვის განყოფილება, ანუ ისინი, ვინც პირდაპირ მიდიან და ანადგურებენ და ანალიზი ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის დეპარტამენტის, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი დეპარტამენტის მიერ, სუმის რეგიონისთვის. ის მთელი რიგი სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა და სწორედ იქ შეიძენს სახელს მახრჩობელა. ზუსტად იმიტომ, რომ ის ესე ვთქვათ, ცოტა ხნით გაქრა თვალთახედვიდან. როგორც ჩანს, ის ციხიდანაც კი გამოუშვეს. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ტიპზე, რომელიც ციხეში მოხვდა რეკეტისა და სხვა რაღაცებისთვის. ეს მე არ ვითქვამთ, რაც გაჩვენეთ, იყო ცხრილი, როგორ ეწოდება, მისი სასამართლო ჩანაწერი.
ასე რომ ის ნამდვილად ციხეში მოხვდა. ეხლა ის არის უფროსი შინაგან საქმეთა სამსახურების მოადგილე, რო წარმოდგენა შევიქნათ. ეს არის ძველი სტატია 2008 წლის 18 ივლისის, სადაც საუბარია პოკლადზე. პირველ რიგში რამდენიმე სიტყვა სავარაუდო მსხვერპლზე, პოლიციის უფროსზე. ის თანამშრომლობდა სუმის პოლიციის უფროსთან და ასევე ოდესის პოლიციის უფროსთან. ის იყო პიროვნება, რომელიც ჩართული იყო პოლიციაზე თავდასხმებში, დაკავშირებული იყო რეკეტთან. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 1986 წელს მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს გამოძალვისთვის. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, 2 წელიწადი და ნახევარი რომ მოიხადა, ამნისტიით გაათავისუფლეს, სპეციალური კანონი, რომელიც 2001-2002 წლებში მიიღეს. საჟელი მოიხადა კატელარის დაკავების ცენტრში და პოლტავას საჟელახსულების დაწესებულებაში. გაათავისუფლეს. პრუშნიკის დახმარების გარეშე ეს არ მოხდებოდა. პრუშნიკი ფაქტობრივად პოლიციის უფროსი იყო. თეორია, რომელსაც ამ პიროვნებაზე ბევრი საგამოძიებო ჟურნალისტი წერს, ასეთია. ის აღმოჩნდა ციხეში, პოლიციამ გამოიყვანა და შემდეგ პოლიციის ინფორმატორი გახდა, ფაქტობრივად. ამიტომ ერთი მხრივ ის ჩართული იყო რეკეტში, მაფიებში და ასე შემდეგ, ხოლო მეორე მხრივ პოლიციის ინფორმატორი იყო. სამართალდამცავებს აქვთ ძლიერი ეჭვები და პოკლადით ჩართული იყო რამდენიმე თამამ მკვლელობაში. უახლოესი კავშირები. ივან დიაშჩენკო, კრიუკოვსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. ვლადიმერ კლანცი, ორგანიზებული დანაშაულის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. და კიდევ ბევრი სხვა, მთელი სია სხვადასხვა პიროვნებებისა, რომელთაგან ბოლოა ბუდანოვის ბრალდება, რომ მან მათი კაცი მოკლა, რადგან მისი მეთოდი ასეთი იყო. მან ისინი მანქანაში ჩასონდა, აღჭობდა და შემდეგ ტოვებდა. ეხლა დაუშვათ, რომ იმ ყველაფრის თუნდაც მეათედი, რასაც უკრაინელები წერენ, არა მე, არამედ საგამოძიებო ჟურნალისტები და ასე შემდეგ, მართალია ამ პიროვნებაზე, ის ფაქტი, რომ დღეს ის შიდა სამსახურების უფროსის მოადგილეა. გაფიქრებინებს, არა? ცოტა ისეა თითქოს საკმაოდ საეჭვო საქმეებში ჩართულ ბოსს ნიშნა. მოდით შევაჯამოთ. ეხლა გვყავს პოკლად, რომელიც უკრაინის შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა. და რა არის პირველი რამ, რასაც პოკლადი აკეთებს, მას შემდეგ რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ზელენსკისთან ერთად ისინი ფაქტობრივად იწყებენ წმენდებს. იმ ფაქტის გარდა, რომ მათ უკვე გაასუფთავეს სამხედრო სამსახურისა და კონტრდაზვერვის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები, ანუ ვისაც ისრაელელებისთვის შინბედია, ზელენსკი აცხადებს სბუს არალოიალური თანამშრომლების სამშრომლების წმენდას. ეს არის 2026 წლის 16 თებერვალი. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ზელენსკის გვერდით დგას ფოტოზე? ზუსტად მახჩობელა. Anche senso. მისალმება. Nabu e Saputi hanno fatto fuori Yermak, che era comunque uno dei tuoi più fidati. C'è la tendenza, quando si viene attaccati, a circondarsi da, diciamo, კიდევ უფრო მკაცრი ადამიანები, კიდევ უფრო ძლიერი, რომ კიდევ უფრო მეტად მოიპოვონ ძალაუფლება. რადგან არასდროს იცი, ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, აი პოკლადიც ნამდვილად ერთ-ერთი ასეთი ადეთი ადამიანი. არ მინდოდა თელი მისი ისტორიით დაგალოთ, წაიკითხეთ წყაროებში, რადგან მართლა ისეთი ჩანს, თითქოს სკარფეისიდან ან ნათლიიდან იყოს გამოსული. უამრავი უცნაური ამბავი, რომლებშიც ის არის ჩართული. ის ციხეში ხდება, მერე ციხიდან იწყებს მუშაობას სპეცსამსახურებისთვის. ცოტა უცნაური ადამიანი ციხეში რო ხდება და მერე სპეცსამსახურებში იწყებს მუშაობას. ვიმეორებ ბუდანოვის მიერ ბრალდებული პიროვნება, რომ მან გურის
ერთ-ერთი წევრი მოკლა. ანუ ომის დასაწყისი. ეხა პოკლად ფაქტობრივად ზელენსკის ეხმარება, რადგან ის დააკვირდება სბოს პერსონალის ჩამოშორებას, იმ პერსონალის, რომელიც უკრაინას არ ემსახურება, არამედ სხვა ინტერესები აქვს. შემდეგ ზუსტად არავინ იცის რა მნიშვნელობით. მე მგონია, რომ ბუდანოვმა ქვეყანას ემსახურა, თანაც საკმაოდ კარგად. ფაქტობრივად იწყება წმენდა სპეცსამსახურებში, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ალბათ ბუდანოვმა 6 წლის განმავლობაში დანიშნა, ასე რომ ბუდანოვის მოხსნის გარდა ისინი წმენდნენ ყველაზე მაღალი თანამდებობებიდან დაიწყეს, წმენდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ალბათ ბუდანოვმა შეარჩია. იმ მიზნით, რომ დანიშნონ უფრო ერთგული ადამიანები თავრობის მიმართ და არა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისინი მოამზადა. უკრაინის შიგნით ყოველთვის არის შიში ძალაუფლებების მიმართ. სპეცსამსახურების, არმიის, ნაციონალისტების და ასე შემდეგ. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდებია, მაგრამ ძირითადად ესენი ყველა უკრაინული გაზეთების სტატიებია, არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის უკრინფორმი, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან დაავალა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელ ხელმძღვანელს, ხმარას და მის მოადგილეს, ოლექსანდრ პოკლაც, იმუშაონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გასაწმენდად. ეხლა როცა სთხოვ ადამიანს, რომელსაც მჭიდროდ ეძახიან, რომ გაასუფთავოს შენი სამსახური, სიმართლე რო თქვა, არ მგონია, რომ ის ყველაზე შესაფერისი ადამიანი იყოს თუ არა სისასტიკის თვალსაზრისით. ამაში ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს. მე კიდევ ერთ მძიმე არგუმენტს დავამატებ. ამ ყველაფრის პარალელურად, ანუ ბუდანოვი გადაკენდა, ერმაკის ადგილზე დაინიშნა, პოკლადი კი შიდა სამსახურის მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ზალუჟიმ, რომელიც ჩვეულებრივ არ საუბრობს, ამოიტანა ეს საკითხი, რადგან შემდეგ ასეთი პირდაპირ ეთერები სასარგებლოა, როცა ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. ზალუჟი ინგლისეთიდან ამბობს, რომ მისი ზალუჟი, რომელსაც ეს წეული რაღაცეები დაესხნენ თავს, მასზე რეიდი ჰქონდათ განხორციელებული ერმაკის მიერ გაგზავნილი 2022 წელს, როცა ის იყო მეთაური. ისევ სვუსგან. ამიტომაც ზალუჟნიც სარგებლობს შემთხვევით, რომ ინგლისიდან მოიშოროს რაღაცები გულიდან, უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა SBU-მ 2022 წლის სექტემბერში მისი ოფისი დაარბია, როგორც Associated Press-მა გაავრცელა. 18 თებერვალს ხედავთ, ყველაფერი ასე თუ ისე ამ წლის თებერვალში დამოვიდა. რეიდი სავარაუდოდ მოხდა იმ დროს, როცა ზალუჟნისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობა იზრდებოდა. ზალუჟნი ამჟამად უკრაინის ელჩია გაერთიანებულ სამეფოში. იმაზე თუ როგორ დაეცვათ ქვეყანა რუსეთის მასშტაბური შეჭრისგან. სინამდვილეში თუ წაიკითხავთ ინტერვიუს, ზალუჟნი მიანიშნებს, რომ ამის უკან იერმაკი დგას. მით უმეტეს, რომ Financial Times-ის სტატიაში ჩანს, ასეთი ოპერაციებს სწორედ იერმაკი ატარებდა. დიდი კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელმაც საბოლოოდ აიძულა იერმაკი გადამდგარიყო, ზალუჟნიმ ნოემბერში საჯაროდ მოითხოვა ომის შემდგომი პოლიტიკური ცვლილება. გაითვალისწინეთ, რომ ეს საკითხებიც ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. უნდა ჩაეტარებინა რეიდი 2022 წლის სექტემბერში შიდა სამსახურების მიერ, რომლებიც იერმაკმა უდავოდ ზალუჟნისთან გაგზავნა. გენერალური შტაბის შესახებ და გამიმართლა, რადგან კარგი მეხსიერება მაქვს გამახსენდა რა ხდებოდა 2022 წლის სექტემბერში. მოდით ვნახოთ თუ გახსოვთ რა ხდებოდა 2022 წლის სექტემბერში უკრაინაში. 2022 წლის სექტემბერში იყო უკრაინული შეტევითი ოპერაციები ხერსონში, იზიუმში, ლიმანში, კუპიანსკში. და რუსების უკან დახევა ხერსონიდან ოქტომბერ-ნოემბერში. და რას აპირებდა ზალუჟნი? ზალუჟნი აპირებდა ამ შეტევების განხორციელებას. ლიმანი და ხერსონი.
არა. რადგან 2024 წელს ზალუჟნის გადაყენების შემდეგ მან ეს ინტერვიუ მისცა აქ, სადაც მას სურდა შეტევა ზაპორიჟიაზე 2022 წელს. ზალუჟნიმ დაჟინებით მოითხოვა მამაცი კონტრშეტევა 2022 წელს, მას სურდა კონტრშეტევა ზაპორიჟიაზე 2022 წელს. იდუე. ამიტომ კარგია, როცა შეგიძლია ყველა ეს რამ ერთმანეთთან დააკავშირო. და ზალუჟნი ამ ფათს აყენებს, რომ სექტემბერში მის ოფისებში იერიში მიიტანეს შიდა სამსახურებმა, რომლებიც იერმაკმა გაგზავნეს. და იქ გამახსენდა, რომ სწორედ იმ თვეებში მიმდინარეობდა შეტევა ჩრდილოეთში. თუ ამ 2024 წლის ინტერვიუს დაუკავშირებთ, რა მოხდა 2024 წლის სექტემბერში? სადაც ის ამბობდა, რომ ზაპორიჟიაზე შეტევის განხორციელება სურდა. არა ჩრდილოეთში, სინამდვილეში. ჩრდილოეთის კონტრშეტევა, განსაკუთრებით კუპიანსკის, იზიუმის, ლიმანის მხარეს, სირსკი მართა. ამიტომ ალბათ მიზეზი, რის გამოც მან ის რეიდი გადაიტანა, იყო ის, რომ ის წინააღმდეგი იყო და სწორედ იქ იწყება. ყველა უთანხმოება მათ შორის იწყება კიდევაც 2023 წლის კონტრშეტევამდე. გახსოვთ, რომ ერთ მომენტში ზალუჟნი სულიად ქრება 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის ზაფხულს შორის. გაზეთებიდანაც კი ქრება, აღარ აძლევს ინტერვიუებს, აღარ არის ვიდეოებიც. გამოდის ამბავი, რომ მასზე თავდასხმას სცადეს ის ცნობილი ხელკუმბარა, რომელიც თითქოს კალბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი იყო მის მოადგილეს. ესეთი ამბები, იმდენად, რომ რუსებიც კი ამბობდნენ თითქოს დაჭრილი იყო და ესე შემდეგ, ხედავთ რამდენი რამე ამბები. ეხა ნელ-ნელა ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, ესე რომ ძალიან საინტერესო სურათი გვაქვს. დიახ, რა არის შიდა პოზიციები? ეხლა ბოლოს და ბოლოს შესაძლებელია დავაკავშიროთ ვინ ვისთან არის და რისთვის. ამ ურთიერთობების სქემაში რეალურად უნდა დავამატოთ ზალუჟნიც. ყავს ერმაკი, რომელიც ყველას თავს აბეზრებდა, წამოედინეთ ზალუჟნიც, როცა ის წინააღმდეგი იყო, ეს ზუსტად მისი კლასიკური ქცევა. ამიტომ დაუბრუნდეთ იმას, რაც ახლა ხდება, ყავს ერმაკი, რომელმაც მალიუკი გამოიყენა ზალუჟნის წინააღმდეგ თავდასასხმელად, მაგრამ მალიუკმა უარი თქვა, დახმარებოდა მას ნაბუსა და საპოს წინააღმდეგ. მაშ სანამ მას სკამი გამოაცლიდნენ, დააყენეს პოკლადი, რომელიც იგივეა, ვინც ბუდანოვის ადამიანის მოკლა 2022 წლის მოლაპარაკებების დროს. და ბუდანოს ეს კარგად ახსოვს. და რომელიც ახლა სბუს მოადვილის პოზიციაზეა. რომელიც თავდასხმას აწყობს რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეზე, ალექსეევზე, სწორედ მაშინ, როცა კოსტიუკოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი, ბუდანოვს ესაუბრება. გასაგებია. ასე უფრო გასაგები ხდება, რა ხდება და რა შიდა ხაზებია. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, ვინც უფრო ახლოსაა ამერიკელებთან, მაგალითად ბუდანოვი, და იმაზე, ვინც საერთოდ არ უნდა ლაპარაკი, მაგალითად ერმაკი, რომლებმაც წარსულშიც ყველაფერი გააკეთეს, რომ მოლაპარაკებები ჩაეშალათ. არა რომ რუსების მხრიდან რაღაც განსაკუთრებულ სთავაზობულს თავაზობდნენ, მაგრამ ფავის მხრივ ისიც ყველაფერს აკეთებდა. და ის ყოველთვის იყენებდა სპეცსამსახურებს, როცა შეეძლო, რომ შუაში ჩამბდარიყო. ამიტომ დღესაც კი ერმაკი პოკლადის მეშვეობით მაინც ახორციელებს ძალაუფლებას, რომელიც ცდილობს ბუდანოვის ველოსიპედს ჩხირებით ჩაუდოს ბორბლებში. რადგან, რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარით, პოლიტიკურ თვალსაზრისით, თუ ზელენსკი ბუდანოს დაავალებს ამ მოლაპარაკებების ჩატარებას და ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, ხშირად ერმაკი ხელს უწყობს ამ მოლაპარაკებების ჩაშლას. უდაოა, რომ პასუხისმგებლობას ბუდანოს დაატისრებენ. ამასობაში ახალი სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ივაშენკო და კამარა Sotto ხედავენ, როგორ იცვლებიან მათი კადრები უფრო ლოიალური ადამიანებით, რა თქმა უნდა, ზელენსკის მიმართ.
ოკლადის შემთხვევაშიც კი, რომელიც იერმაკმა დანიშნა, ვთქვათ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებში შიდა წმენდები აუცილებლად მიზნად ისახავს იერმაკთან უფრო ახლოს მყოფი შემსრულებლების დანიშვნას, რათა იერმაკმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუნდაც ფორმალურად, ვთქვათ, მას პრაქტიკულად აღარ აქვს არანაირი თანამდებობა. ოკლადი და იერმაკი, როგორც სხვადასხვა სტატიებში წაიკითხავთ, ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია იცნობენ. და ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, შუაში არიან ნაციონალისტური ძალებიც, ესე რომ ვსაუბრობთ აზოვის არმიის კორპუსებზე და ყველაფერი დანარჩენს. ისინი იყვნენ, არ ვიცი, ჯერ კიდევ არიან თუ არა ძალიან ბუდანოვის მხარდამჭერები, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ სირსკის მხარდამჭერები. ბევრჯერ ბილეცკი და აზოვის მეთაურები, ხოლო აზოვი ეხლა ორი არმიის კორპუსია. საუბარი არ არის ბატალიონზე, ბრიგადაზე ან დივიზიაზე. ეხლა ვსაუბრობთ ორ არმიის კორპუსზე. ბევრი სტატია დაწერილია ბილეცკის მიერ, რომელსაც თეთრ ფიურერს უწოდებენ, გარკვეულ წრეებში სირსკის გადაყენებას ითხოვენ, მაგრამ ეს დიდი ხანია ასეა. ეს ყველაფერი სტატიებია, რომლებიც ეხება სწორედ მის სწრაფებებს, ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურს. სინამდვილეში ეს სამხედრო მისწრაფებებია. რატომ ჩამოყალიბდნენ აზოვი და სხვები ორ არმიის კორპუსად? რადგან ბრიგადის გენერალი ვერაზროს იქნები გენშტაბის უფროსის პოსტზე კანდიდატი. მაშინ, როცა არმიის კორპუსის გენერალი ხარ. მაშინ მეტი შანსი გაქვს. სწორედ ასე, ისინი რადიკალები არიან, ბილეცკი. უკრაინაში ძალიან ბევრს ფიქრობენ ზავზე, იმის ნაცვლად, რომ მას მიუახლოვდნენ და არმია უფრო ეფექტური დახადონ. ისინი ზავისა და ომის დასრულების შესაძლებლობას მხოლოდ ძალით ხედავენ. ასე რომ, ზელენსკის თვალსაზრისით, ჭკვიანური ნაბიჯი იყო ბუდანოვის დანიშვნა, რადგან ამით მან ბუდანოვის სპეცსამსახურების ძალაუფლებისგან ჩამოაშორა. ის ახლოსაა. ის ნაციონალისტებთან ახლოსაა. ასე რომ, დიდი ალბათობით ბუდანოვის მიერ მართული მოლაპარაკებები უფრო მისაღები იქნებოდა ნაციონალისტებისთვის. მათთვის რთული იქნებოდა ბუდანოვის წინააღმდეგ წასვლა, რადგან ის ყოველთვის მათი სიმბოლო იყო. ვერ იტყვი ბუდანოვზე, რომ ის არ იბრძოდა უკრაინისთვის, ან რომ ძლიერი არ არის. ესე რომ, ამასაც აქვს აზრი. ისინი ნამდვილად ყველაზე ნაკლებად არიან მზად შეთანხმებაზე წასასვლელად. მათთვის შესაძლოა ჩიხი და უკრაინის არმიის გაძლიერება მშვიდობის საუკეთესო გამორსავლად მიაჩნიათ. მათ მასზე სიმღერებიც კი მიუძღვნეს. ნაციონალისტებს ბუდანოვისთვის რამდენიმე სიმღერა აქვთ მიძღვნილი. ასე რომ ძნელია, რომ საკუთარ სიმბოლოზე წავიდნენ შეტევას. ამიტომ პოლიტიკურად ეს ნაბიჯი ძალიან ჭკვიანურია ზელენსკის მხრიდან. როგორც ხედავთ, როცა პარლამენტარზე ვსაუბრობთ, რეალურად შიგნით სხვადასხვა ძალებია, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ. სხვათა შორის, თუ ამ ისტორიაში კიდევ უფრო ღრმად გვინდა ჩასვლა, ვინ არის ადამიანი, რომელმაც დონალდ ტრამპს უპასუხა? 2016-17 წლებში, როცა დონალდ ტრამპი უკრაინას თხოვდა დახმარებას ჰანტერ ბაიდენზე და სხვებზე ინფორმაციის მოძიებაში, იერმაკი. ტრამპმა მაშინ პირდაპირ იერმაკს დაურეკა. ზელენსკის დასაცავად იერმაკი, ესე ვთქვათ, ფარად დადგა. ეხა 2019 წელია კარგი, წყაროებში ეს არ ჩამიწერია. ისინი ცდილობდნენ ტრამპისთვის არ მიეცათ ის, რასაც ის ეძებდა, ან ბაიდენის წინააღმდეგ იარაღი, მაგრამ იერმაკმა ესაუბრა ტრამპს. ეს მას დაამახსოვრდა. დიახ, საქმე ბურისმა ჰოლდინგს ეხება, ინგლისურ ბანკს, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა. უკრაინა მონაწილე იყო ჰანტერ ბაიდენის ვაჟი და სხვა უცნაური ამბებიც. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ იერმაკი შესაძლოა შეცდომით ფიქრობდა, რომ ტრამპთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. რადგან იმ დროს მან მაინც სცადა ბაიდენის წინააღმდეგ რაღაც მიეცა მისთვის, მაგრამ მაშინდელი იდეა იყო,
ინფორმაციის გაცვლა უკრაინისთვის თითქმის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამბლოკვის სანაცვლოდ. და სწორედ იერმაკმა მოაწყო ცნობილი შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა. შესაძლოა მან გადაჯარბებულად შეაფასა თავშირები, ავისი კავშირები, ან მსდავსი რაღაცები, ეს იმისთვის რომ გაიგოთ რა დონის გავლენა ჰქონდა მას. ის ამ გავლენას სულ ცოტა ხნის წინამდეც კი ინარჩუნებდა. ამიტომ როცა საუბრობენ ცნობილ თეორიებზე, მაგალითად იყო ეს ბორის ჯონსონი, ვინც უკრაინელების სტამბოლში შეაჩერა და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს მეც მაცინებს, რადგან ყოველთვის ახსენებენ არაკამიას და არაკამია ერთ-ერთ ინტერვიუში ეს ის ეშმაკობებია, რასაც ზოგიერთი გაზეთი აკეთებს, ხო ასეა. ამბობენ არაკამიამ თქვა, რომ ბორის ჯონსონი ჩამოვიდა. ანუ არა, მას ციტირებენ, მაგრამ მუს არასდროს უხთავენ, მე კი პირადად ვამოწმებ ყველაფერს. არაკამია ამბობს, რომ ბორის ჯონსონი მაშინ ჩამოვიდა, როცა ისინი უკვე ბრუნდებოდნენ. ამიტომ ის ვერანაირად იქნებოდა გადამწყვეტი, მაგრამ ამის საჭიროება არც იყო. რადგან როგორც ხედავთ, თავიდანვე არის შიდა სამსახურების, სამხედრო სამსახურების ბრძოლა, მე მაინც გულისხმობ პოლიტიკურ დამკვეთებს, რომლებიც ხედავენ. მე არ ვიცი რა მოხდა. რაც შეეხება ბუდანოვის ინკაც, დენის კირიერს, რომელიც მოკლეს შიდა სამსახურებმა დაადანაშაულეს, რომ ის რუსი ჯაშუში იყო. შეიძლება რაღაც შედეგებს აღწევდა, მაგრამ უცნაურია ესეთი კაცის დადანაშაულება, რადგან დენის კირიევი ერთ-ერთი იყო, ვინც ომის წინასწარ განჭურვიდა. ის ერთ-ერთი იყო, ვინც ომამდე რამდენიმე დრით ადრე, მაგრამ ასევე წინა თვეებშიც დაახლოებით ისე როგორც არესტოვიჩმა თქვა, ნახეთ რუსები გვიტევენ. ასე რომ აზრი არ აქვს, რომ მას ეღალატა. დასაკუთრებით თუ ის აგენტი იყო. ეს უცნაური ამბებია, მაგრამ აჩვენებს, რომ უკრაინის შიგნით მოლაპარაკებებშიც კი სხვადასხვა ძალებია. და ყველა ზელენსკის არ უკავშირდება, ზოგი ერმაკს უკავშირდება, ზოგი შიდა სამსახურებს, ზოგი სამხედრო სამსახურებს. ისინი ასევე წარმოადგენენ სხვებს, ვინც არ ლაპარაკობს, ან ვისაც ძალა აქვს, მაგალითად ნაციონალისტებს. მაგრამ ამას ბუდანოვისა და შესაბამისად ზელენსკის მეშვეობით გამოხატავს. როცა ვინმეს ნიშნავს, უნდა გაითვალისწინოს, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი, როცა ლაპარაკობს. ამიტომ ძალიან რთულია მოლაპარაკებების მიღება. როცა, როგორც ხედავთ, არსებობს სხვადასხვა აზრთა სკოლა და თითოეული ცდილობს ჩაშალოს ის, რასაც მეორე აკეთებს, ბოლო თავდასხმა, რომელიც აბუ-დაბიში მოხდა, რუსეთის სპეცსამსახურების მოადგილის წინააღმდეგ, იმ დროს, როცა ბუდანოვი სპეცსამსახურების უფროსთან საუბრობდა, chiaramente opera ფოხლადის მიერ იერმაკის დავალებით, რომელიც ცდილობს ჩაშალოს ეს მოლაპარაკება. მით უმეტეს, რომ არსებობს მთელი წინა ისტორია, თუ როგორ იყო ის კატეგორიულად წინააღმდეგი, გადახედეთ Financial Times-ის სტატიას და როცა ამ ყველაფერს ერთმა ეს დაუკავშირებს, თითოეული რამ მეორეს ადასტურებს და ყველაფერი იდეალურად ეწყობა. ამიტომაც ვიყავი ძალიან ეჭვიანი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობდა ზეწოლა ამერიკელების და სხვების მხრიდან, საკმარისი იყო შეერთებულ შტატებს და ამერიკელებს შორის შეთანხმება ყოფილიყო და უკრაინელები ნებისმიერ შეთანხმებას არაფრით გადახლაპავდნენ. უკრაინის შიგნითაც კი არსებობს უკიდურესად განსხვავებული ხაზები. მეტი წყაროებიც დაგიდეთ ამაზე, მე ვეცადე 50 წუთში ეს ყველაფერი შემეკუმშა, მაგრამ შეიძლება ბევრად უფრო ღრმად შევხედოთ ბუდანოვის პოზიციას მოლაპარაკებებზე, მის განცხადებებს. შეგვიძლია ვნახოთ, როდის ხდება გარკვეული თავდასხმები, ასევე გავიგოთ, რა მოხდა დაზვერვის მოადგილეებთან. როგორც კამარა, რატო აირჩიეს კამარა, რატო აირჩიეს ის სხვების დაცვლად, იმიტომ რომ მეორე უარი თქვა, დაეცვა. გამოძიებიდან, მაგრამ რატო აირჩიეს ახალი?
იმიტომ რომ ეს ახალი ახლოსაა იერმაკთან, იმდენად რომ ერთმანეთს იცნობდნენ. სინამდვილეში არის ბევრი დისკუსია, რომელიც ჩვენამდე არ მოდის, რადგან შეიძლება იტალიელი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო არ იყოს და ასე შემდეგ. უკრაინაში კი ბევრს დანიხილავენ, ბევრს საუბრობენ, რადგან ბევრი ბლოგია, რომელიც შიდა პოლიტიკით არის დაკავებული. შემდეგ წარმოიდგინეთ ომის პერიოდში. ეს ყველაფერი თვითონ უკრაინელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. საინტერესოა იმის ნახვა, თუ ვინ აირჩევა, იმის მიხედვითაც, თუ ვინ არის ახლოს. მადლობა და ამას თვითონ უკრაინელები წერენ. ეხლა გიპასუხებ კითხვაზე, თუ მოვახერხებ მის პოვნას. ნახოთ. აი აქ არის. რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთი დაიშლება მომდევნო წლებში? არა, ვნახავთ, ეხლა ვიდეოს მეორე ნაწილზე გადავდივარ, ეს არის განახლება იმისა, რაც ხდება ადგილზე. და მივხვდებით, რომ ორივე მხარე დააღლილია. არის ასევე მიზნების საფითხი რუსეთისთვის, რადგან ვინც იგებს, რატომ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინელებთან და ამერიკელებთან. რადგან სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთი ვერ მიიღებს ვერცერთ იმ შედეგს, რაც დასაწყისში ჰქონდა დასახული. იქნება ეს უკრაინის ჩამოგდება და მის ადგილზე უფრო ახლო მთავრობის დასმა ახალი რუსეთი. ოდესამდე სანქციების მოხსნის მიღწევა. ტერიტორიების აღიარება, აიღეთ რაც გინდათ. ეს ყველაფერი ვერ მიიღება მხოლოდ იმიტომ, რომ აიღო სოფელი X-ი ან Y-ი, არც მეტი, არც ნაკლები. ამის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო სისტემასთან, ამერიკელებთან და ყველა დანარჩენთან შერიგებით შეგიძლია. თუ ვინმე იმარჯვებს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ამ რაღაცების თოვნა არ ჭირდება. მაშ, რა არის მინიმალური შედეგი, რომელიც ჩემი აზრით რუსეთმა დაისახეს? ყოველ შემთხვევაში, რო თქვენ, მისია შესრულებულია და სცადონ ომის დასრულება. დონბასის სრულად დაკავება. და ეხლა ვნახავ, თუ ყველა ძალისხმევა ამ მიმართულებით არის მიმართული. თუმცა ეს ძალიან მცირე ნადავლია ომისთვის, რომელიც უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე საბჭოთა კავშირის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. ეკო. აი რაც შეეხება უკრაინელებს, რომლებმაც უარი თქვეს 91 წლის საზღვრებზე დაბრუნების ამბიციებზე, რაც ცოტა სასაცილო მირაჟი იყო, გადარჩენა უკვე კარგი მიზანია. ცოტა ისე როგორც ფინეთი რუსეთის წინააღმდეგ, ანუ არავინ ელოდება, რომ ფინეთი რუსეთს მოუგებს, როგორც არავინ ელოდება. ყოველ შემთხვევაში მე არასდროს მჯეროდა, რომ უკრაინა რუსეთს მოუგებდა და შეძლებდა დაბრუნებას 91 წლის საზღვრებში. უფრო მეტიც, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 2023 წლის შეტევას. სწორედ იმიტომ, რომ პირველ რიგში ევროპელებს არ ვენდობოდი. არასდროს მჯეროდა ცარიელი დაპირებების. ვითვრიდი იარაღს, რაც მოდიოდა და ვხედავდი რაოდენობას და დროის საკითხი. ამიტომ არასდროს მიმიჩნევია თავისთავად გასაგებად, რომ ევროპა ან შეერთებული შტატები გააგრძელებდნენ უკრაინის მხარდაჭერას. 2023 წელთან შედარებით დააკვირვით, მოცულობების შემცირდა. ამიტომ ჩემი აზრით, უკრაინელებისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო ყველა იმ რესურსის დაგროვება და თავდაცვაში ყოფნა. და გულწრფელად რო ვთქვა, ისე ვფიქრობ, რომ 2023 წელს შეტევა რო არ დაეწყოთ, დიდი ალბათობით რომ არ დაეხარჯათ ის რესურსები, ან ბახმუტზე არ გაეჩერებინათ ყურადღება. ალბათ არც აუდი გადაეცემოდა, რომ ის რესურსები მხოლოდ თავდაცვაში გამოეყენებინათ. რამდენადაც ეს მახსენებს, რომ იმ ლინკებში, რაც თქვენთვის დავდე, არის საინტერესო ისტორიაც, რომელიც სხვადასხვა მოწმის მიერ არის მოყოლილი. რომ ბახმუტის ბოლომდე დაჭერის იდეა არც კი იყო ზელენსკის, ეს იყო იერმაკის, რომელმაც ეს სირსკის და სხვა გენერლების მეშვეობით განახორციელა. და ისინი კი რატო ჩიოდნენ? იმიტომ რომ ბახმუტი 1670 წლიდან ციხესიმაგრე იყო და იყო ეს იდეა, რომ შეექმნათ მითოლოგიური უკრაინული ალამო, რომელიც სამუდამოდ დაიცავდა თავს, როგორც მაშინ თქვი. შეგიძლიათ ვიდეოებიც მოძებნოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალაქს ან ადგილს ინარჩუნებს, სანამ ეს მომგებიანია. დამცველისთვის
იმაზეც სანამ შენ შეგიძლია მეტ ზარალი მიაკენო მოწინააღმდეგეს, ვიდრე თავად იღებ. ამიტომ არასდროს უნდა დააკავშირო ქალაქის დაცვა ისტორიასთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვიცავ მას. მანამ სანამ მეტ ზიანს მივაყენებ მოწინააღმდეგეს. შემდეგ როცა ვაპირებ დავკარგო იგი, რადგან მის გარშემო უზარმაზარი ისტორია ავაგე, იძულებული ვარ დავიცვა ის, მაშინაც კი, როცა ეს უკვე აღარ ღირს. აღარ არის გონივრული ამის გაკეთება, მხოლოდ დროშის გამო თითქოს უნდა დავიცვა ჩემი საკუთარი ნარატივი, რომელიც თავად შევქმენი დაცვის შესახებ. და უკრაინელებიც ხშირად ჩავარდნენ ამ მდგომარეობაში. აქ ეს საკმაოდ დადასტურებული არის ცხვებითაც. თუ გახსოვთ ტეიშეირას დოკუმენტების გაჟონვა ამერიკელი ავიატორი, რომელმაც დისკორდზე გამოაქვეყნა ეს ანგარიშები. რომლებიც კი პირდაპირ ამერიკელ სამორსკლავიან და ოთხვარსკვლავიან გენერლებს იყო განკუთვნილი. რომ ბახმუტის პირველი ფაზის დროს უკრაინელები მართლაც 4-დან 1-ზე, 5-დან 1-ზე მოწინააღმდეგეს დანაკარგებს აყენეთ. უმეტესად ვაგნერის ტყვეები. და იმის გამო რომ ჯიუდაც ცდილობდნენ მის დაცვას ბოლომდე, მაშინაც კი როცა პატარა კორიდორი იყო დარჩენილი. შემდეგ ეს უპირატესობა 2.5-დან 1-მდე შემცირდა. და ეს ტენდენცია უკრაინელებს უკვე კარგა ხანია აქვთ. ეს კითხვა არესტოვისას დაუსვი. რატო აგძელებდნენ ქალაქებს თითქმის ალყაში მოქცევის საშუალებას, სანამ მათ დატოვებდნენ? მოვდივართ დიახ, ალამო. ფიქრობ ეს ასევე ეფექტია, რომელიც ამერიკელებისთვისაც მიმზიდველი, რადგან ისინი თავიანთ ისტორიას კარგად არ იცნობენ, მაგრამ სულ მცირე იმ ბრძოლას მაინც იხსენებენ. მოვიდეთ იმაზე, რაც ახლა ხდება, რადგან ჩემი აზრით ეს საინტერესოა. არ მინდა ძალიან გრძელი ლაივი დამოვიდეს, მინდა ინფორმაცია შევკუმშო. სუმის რაიონში ამ პერიოდში რუსები თითქმის ყველგან აგრძელებენ ტერიტორიის აღებას. ვთქვათ, სუმის გარშემო დიდ ნახევარწრეს. რუსები აქტიურად მოქმედებენ. როგორც ხედავთ, ეს ტერიტორია განსაკუთრებულად დაცული არ არის, მაგრამ ისინი აგრძელებენ, როგორც ხედავთ, მიწის აღებას ყველგან გარშემო. არანაირ შეტევა არ მიმდინარეობს, არც დიდი ოპერაციებია, უბრალოდ იღებენ ტერიტორიას იქ, სადაც შეუძლიათ. შესაძლოა, ეს კიდევ ერთ საკითხსაც ეხება. რეპორტი, ლაგაგებით. დავინახეთ, რომ ყოველ თვე არის ტენდენცია ტელევიზიაში გასვლის ან ვიდეოს გადაღების პუტინთან ერთად, შოიგუ. სად უნდა თქვან, რომ ამ თვეში დაიპყრეს? x კვადრატული კილომეტრი მერე მნიშვნელობა არ აქვს. ეს მსხლის ველები იქნება თუ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი. უბრალოდ კვადრატულ კილომეტრებს უხურებენ, რომ კარგად დამოიყურებოდეს. რადგან ოპერაციული თვალსაზრისით ამ მიწის ზოლს აქ პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რუსებს შეეძლოთ აქაც კი 30 კვადრატული კილომეტრი მიეთვისებინათ. კარგი აირე სოფელი 10 სახლით. მაგრამ თუ ამის შემდეგ არ იწყება შეტევა, მანევრი და ასე შემდეგ, რამდენიმე მინდორი აიღე, ის ფაქტი რომ ამას აკეთებენ და ჩვენ არ ვაფიქსირებთ ძალების მასიურ თავმოყრას, არამედ უფრო ნაკლებად იგივე ძალებია ჩართული, რაც ადრე იყო. არა ისე რომ იტყვი, მოიცადე, ნიადაგს ამზადებენ, რომ შემდეგ სუმიზე დარტყმა სცადონ. არა, ეს უფრო ნაკლებად. იგივე ძალებია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე უკვე 1 წელია ჩართულნი არიან. და იკავებენ მიწას, რომელსაც არანაირი ღირებულება არ აქვს. დაახლოებით ისე, როგორც როცა უკრაინელები ხანდახან სამხრეთით აკეთებენ შეტევას და იკავებენ 10 კილომეტრს რომელიღაცა სოფელში. კარგი, უბრალოდ რო თქვათ, ჩვენ ისევ რუსეთში ვართ. ვთქვათ, ყველაზე გონიერი მიზანი, რასაც ესეთ რაღაცაში ვპოულობ, არის ნელ-ნელა სუმისკენ მიახლოება, პოზიციების წავება, რომ დაიწყონ დრონების გამოყენება სუმისზე. იმის მცდელობა, რომ სუმი მოჩვენებათა ქალაქად აქციონ, ან ზიანი მიაყენონ, ფრონტის ქალაქად აქციონ, რომ მოსახლეობა გაიყვანონ. სამხედრო მნიშვნელობა ნულია. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები, რომლებიც ტყეებში არიან გარშემო, იქიდან წავლენ. მაგრამ ეს არის ის, რაც ხარკოვის ფრონტის ფელხაზზე ხდება. სუმის მიმართულებით, როგორც ხედავთ, არის ბევრი პატარა რუსული მოქმედება,
რომლებიც ტერიტორიას იპყრობენ, არსებობს ბუფერული ზონა გარშემო, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. რას ფიქრობ? იქიდან ამას აკეთებენ. ანუ თუ ამ კუთხეს საზღვართან აიღებ, ეს არ ნიშნავს, რომ უცებ ხარკოვზე შეტევა დაიწყება იმ კუთხიდან. იქ მიწას იკავებენ. მაგრამ არ ვიცი, ეს უბრალოდ დროშის საკითხია თუ ბუფერული ზონის შესაქმნელად აკეთებენ, მაგრამ დიდი არაფერი ხდება. სხვათა შორის ყვითელში მყოფი უკრაინელებიც აქაც ქმნიან თელ თავდაცვით სისტემას. როგორც ხედავთ, საკმაოდ მყარად არის გამაგრებული, რა თქმა უნდა, ხარკოვზე, სუმიზე და როგორც ხედავთ, არც ისინი იცავენ საზღვარს. ისინი ბევრად უკან იცავენ პოზიციებს. ამიტომ ეს თელი ზოლი აქ, ასე ვთქვათ, სადაუო. როგორც ხედავთ, ცვლილება არ ყოფილა. დიდი ძალების თავმოყრა არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ პარადოქსულად ეს ის ზონაა, სადაც მათ მეტი ტერიტორია აიღეს და ყველაზე ნაკლები ძალებია, ასევე ნაკლებია უკრაინული ძალებიც. მეორე მხრივ, როგორც ხედავთ, ეს მანევრები აქ განსაკუთრებული არ არის. ისეთი მნიშვნელოვანი მოძრაობის მაჩვენებელი არ არის. აქ კი უკვე რამდენიმე თვეა რუსები იცნებენ თავიანთი ძალების გაზრდას. ჩვენ კუპიანსკის ჩრდილოეთით ვართ, აქ უკვე კარგა ხანია ძალები გროვდება. ჯერჯერობით ეს ვთქვათ გამოუყენებელია. იმიტომ რომ არ არის რომ რამე დიდი ზიანი მიეყენებინათ. როგორ უმკლავდებიან იტალიელი ცენტავრები. მოусმინეთ ბოლო ინფორმაცია რაც მათზე მქონდა, იყო მათი გამოყენება მაშინ, როცა უკრაინელებმა კუპიანსკი დაიბრუნეს. ეს იყო ცენტავრების ბოლო დაფიქსირებული გამოყენება. შემდეგ არ ვიცი ყოველდღიურად იყენებენ თუ არა მათ მცირე ოპერაციებისთვის, მაგრამ თქვათ გარკვეული რაოდენობის ცენტავრები. ისინი გამოიყენეს სწრაფი რეიდისთვის, ცეცხლის ხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ჯგუფებს კუპიანსკში შესვლის საშუალება მიეცათ. ამიტომ, როგორც ხედავთ, ვობჩანსკში, რომელიც ხარკოვსა და სუმს შორისაა, სიტუაცია თითქმის იგივე რჩება. შეიძლება სხვა მიზანიც იყოს, თუმცა ეს აიძულებს უკრაინელებს პრევენციულად განალაგონ დანაყოფები და მართონ ბევრი რამ. ასევე ეს ტერიტორიის დაკავება რუსების მხრიდან, რომელიც განსაკუთრებული არ არის, აქ არის ვობჩანსკი, რო წარმოდგენა შევიეკნათ. როგორც ხედავთ, უკრაინელები საკისებურად მაინც იძულებულნი არიან ყოველ ჯერზე, როცა რუსები რამეს იღებენ, ეჭვის შემთხვევაში განათავსონ დანაყოფები. კუპიანსკზე, როგორც ხედავთ, ტერიტორია მთლიანად გაათავისუფლეს უკრაინელებმა ამ თვეებში, ზელენსკის დამორჩენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ცოტა ადრე იყო ჩაწერილი, რუსებმა ცოტა ტერიტორია დაიბრუნეს ჩრდილოეთით. ამ ტერიტორიაზე თითქმის არაფერია, გარდა ორმოების. და ბოლო დროს ისინი ბევრ თავდასხმას ახორციელებენ, ქალაქის ყველაზე სამხრეთ ნაწილშიც კი აღწევენ. მაგრამ დიდი ცვლილებები არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ უკრაინული დანაყოფების უმეტესობა დასავლეთ მხარეს არის განლაგებული. ამიტომ ნაკლებად არიან მოწყვეტის საფრთხის წინაშე. თქვათ, რომ უკრაინელებმა დაკვეთილი ისწავლეს და ეხლა ფრთხილად მოქმედებენ და აგვირდით ამას. დაჟორის ბატალიონები 33 მექანიზებული, 43 მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, ყველაზე მექანიზებული დანაყოფი გადაყვანილია მეორე მხარეს. რადგან მათ აქვს ყველაზე მეტი გადაადგილების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში. ბატალიონები, თქვათ, მსოლელთა ბრიგადის ტიპის, ესეთი მსუბუქი ქვეითი დანაყოფები, უკვე განლაგებულია დასავლეთით. მოდი ვნახოთ რა ხდება სივერსკში. სოლედარი და სლოვიანსკ-კრამატორსკი. თუ გახსოვთ, წინა პირდაპირ ეთერში გითხარით, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ამ ტერიტორიაზე იხევდნენ ხაზის გასასწორებლად. ასეც მოხდა, ნერე ვიღაც მეუბნება, მაგრამ როგორ ამოწმებ შემდეგ იმ ინფორმაციას, რასაც გაძლევენ? დრო ყველაფერს აჩვენებს, ბევრი სათქმელი არ არის. თუ ინფორმაცია კარგი იყო, დროთა განმავლობაში ნახავ როგორ ხდება ყველაფერი. ამიტომ მადლობას უხდი გოთმოქს და ვესალმები მას. ჩვენ ნახეთ, რომ ამ კვირებში უკრაინელების მხრიდან ამ ტერიტორიაზე უკან დახევა მოხდა. და რაციონალურად ამას აზრი აქვს.
რადგან იქაც შეიქმნა ერთგვარი ქვაბული ცხენის ნალის ფორმით, თუმცა მნიშვნელოვანი სოფლების გარეშე, სადაც თავდაცვას შესაბამისად დიდი აზრი აქვს. უკრაინელები უფრო უსაფრთხო პოზიციებზე და პირობებში იხევენ უკან. როგორც ხედავთ, ხაზის გასწორებისთვისაც ხაზი კი ხაზი მოკლდება და შესაბამისად უკრაინული დანაყოფები ერთმანეთთან უფრო ახლოს განლაგდებიან. ან მეტი დანაყოფი კვადრატულ კილომეტრზე. სტრუქტურის შექმნა და ეს არის კიდევ ერთი თქვათ მათი თავდაცვა. თების გარშემო, როგორც ეწოდება, მიკოლაივკა არის ურბანული ცენტრი, რომელიც მდებარეობს სლოვიანსკისა და კრამატორსკის წყალსაცავების წინ. აქ, როგორც ნახეთ, იქმნებოდა ეს ცხენის ნალის ფორმის შევიწროება. უკრაინული დანაყოფები სისტემატურად ხელახლა იკრიბებიან ყველა ერთად, სავარაუდოდ ამ ხაზის გარშემო დაიხევენ უკან. სასაცავად. აქ დიდი აქტივობაა, რადგან როგორ ვამბობდით, რუსებისთვის მინიმალური მიზანი მაინც არის, რომ წლის ბოლომდე მაინც მიაღწიონ. შემდეგაც ვნახავთ ასევე შესაძლებლობებს, რადგან ბევრი უკრაინული წყარო, მათ შორის ოფიციალურიც, საუბრობდა, რომ ამ შეტევისთვის 20,000 რუსი შეიძლება მოვიდეს. 20,000. ბატონებო, 20,000 ამ ომის ერთი თვის მაჩვენებელია. პლუს-მინუს შეტევითი ფაზის დროს. 20,000 არის დანაკარგები, მათ შორის დაღუპულები, დაჭრილები, დაკარგულები და ასე შემდეგ, რაც 2024-2025 წლებში ხდებოდა. მე ცოტა ნაკლებს ვამბობ, ზოგჯერ თვეში 30,000-ს კი აღწევ. როცა მესმის, როცა უკრაინელები ამბობენ, რომ თუ შეტევისთვის 20,000 რუსი არ მოვა, ვიფიქრე ნეტავ მე ხო არ წავიკითხე არასწორად, ანუ იქნება 200,000. რადგან 20,000 შეტევითი ძალის გასაძლიერებლად ცოტაა. ეს მაიჯულებს დავფიქრდე, რომ იქნებ უკვე აღარ არის ხალხი ხელმისაწვდომი. შემდეგ ყოველთვის აკავშირებ ყველაფერს ერთმანეთთან. ბოლო 4 თვეში კომერციული შეთავაზება 100%-ით გაიზარდა, რაც უკვე 400%-ით იყო გაზრდილი 2022 წლიდან დღემდე. და მე ყოველთვის მის გვერდით ვჩები. შეიძლება ვცდები, მაგრამ მიყვარს ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება. WhatsApp-ის, Telegram-ის წვდომის შეზღუდვა, კომერციული შეთავაზების ზრდა მათთვის, ვისაც რეკონტად ჩაწერა სურს. ზოგადი უმოქმედობა რუსეთის მხრიდან. იმიტომ რომ თქვათ, ამ 4 თვეში ბევრი არაფერი გვიგვინახავს. ეს ძალიან მაფიქრებს. მათ კიდე ერთი მობილიზაცია უნდა ჩაატარონ და ამიტომ ხალხი უნდა მოაცილონ. მოდი ვთქვათ, თავისუფალი სოციალური ქსელებით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ შესაძლო უკმაყოფილება შეაკავონ, რადგან ოფიციალურად გამოცხადებული რიცხვები ძალიან დაბალია და ის აქტივობაც, რაც ვხედავთ ადგილზე, ნაწილობრივ ყინვასაც უკავშირდება, რა თქმა უნდა. ის, რაც ნოემბერში, დეკემბერში და იანვარში უკრაინაში მოხდა, დიდწილად გამოწვეული იყო საშინელი ყინვით, რაც უდავოდ ხელს უშლიდა დრონებს. მან შეანელა ოპერაციები, თუმცა როგორც წესი ორივე მხარეს. აპრილში, მაისში უკვე იწდებოდა პირველი რუსული ოპერაციები, ივნისი-ივლისში უკვე სრულფასოვან შეტევაზე უნდა იყო, რომ წარმოდგენა შეგექმნას, მაგრამ ამის არაფერი ჩანს გარდა ლიმანის, ლივერსკის, სოლედარის, კრამატორსკის, სლოვიანსკისა და კონსტანტინოვკის რაიონისა. როგორც ნახავთ. ასე რომ ჩანს, რომ ისინი ცოტათი ამცირებენ თავიანთ მიზნებს. ნიშნულობა აქვს იმას, რასაც ისინი აკეთებენ ჩრდილოეთში, თუ მიზანი ბუფერული ზონების აღება. იმისთვის, რომ უკრაინელებმა იქ გადაისროლონ ძალები, რატომ უნდა გააკეთონ ეს? თუმცა გულწრფელად რო თქვა, აქ ჩანს რუსეთის მიახლოების დადასტურება. ეს აბსოლუტურად პრობლემა არ არის, ანუ არ არის ისე, რომ პრობლემა არ იყოს, უბრალოდ არ არის. არ მინდა წავიდე. მადლობთ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კონტაქტები, როგორც იქ, ასევე კონსტანტინივკაში, მათაც გვეუბნებიან, რომ საზღვრის ზონაში 5 კვადრატულ კილომეტრს ირებენ. მაგრამ ამ ხრივ დიდი აქტივობა არ არის. ამიტომ, რომ დაუბრუნდეთ სივერსკის, სოლედარის, რამატოვის, სლოვიანსკის ზონას,
მე მგონია, რომ რუსეთის ძალისხმევა ძალიან კონცენტრირებულია კრამატორსკ-სლოვიანსკამდე მისვლაზე, მინიმუმ დონბასის აღებაზე. ეს არის 23 წერტილი 04 25 წერტილი 04. კარგად ჩანს, როგორ ნელ-ნელა აცევენ უკრაინელებს უკან მიკოლაივკის ზონისკენ. და უკრაინელები ალბათ სწორედ ამ ზონაზე, ამ თავდაცვით სისტემაზე გააკეთებენ საფრდებს. ამიტომ 2026 წლის ძირითადი ნაწილი იქნება რუსების მიახლოება კრამატორსკ-სლოვიანსკთან და ალბათ ის ერთობლივი ძალისხმევა, რომელსაც რუსები ახორციელებენ კოსტიანტინივკასთან. კოსტიანტინივკას მდგომარეობა საკმაოდ ძიმეა, ვიცი რომ ადრე უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ ცალკეულ სიტუაციებს. ეხლა ქალაქების დაპყრობის პროცესში პროგრესი უკიდურესად ნელია. სხვათა შორის დღეს უყურებდი ღიბარის სტატიას, რომელიც რუსული ანალიტიკური ცენტრია, სადაც პოკროვსკის რაიონში იყენებენ დედა დრონებს სხვა დრონების გადასატანად. იმისთვის რომ შეძლონ ფაქტობრივად ინტერდიქცია ხაზების უკან 70 კილომეტრამდეც კი. ანუ ასეთი შეღწევადობა. დრონების აქტიობების გავრცელებულობა, ამ იდეით დედა დრონების, რომლებიც დაფრინავენ სხვა გამორთულ ან უბრალოდ აქტიურ დრონებთან ერთად, მაგრამ ისინი ბევრ ენერგიას არ ხარჯავენ. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც ის ამბავი დახსოვთ მორიელისა და კუს ისტორია. მორიელი, რომელიც კუს ზურგზე დადის და უნდა რომ წყალი გადაიაროს. არა ის მორალი, რომ მორიელი კუს ტბენს და მე ეუბნება, სწორედ ასე, ორივე მოვკვდებით, რადგან მე მორიელი ვარ და ეს ჩემი ბუნებაა. მაგრამ საუბარი სწორედ ამაზეა. ფაქტობრივად შენ გაქვს დიდი დრონი, რომელიც სხვა დრონებს ატარებს, მიდის მაქსიმალურ მანძილზე რაც შეუძლია და შემდეგ უშვებს დანარჩენ დრონებს. ეს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მანძილი ჰქონდეთ. ბოლო დროს ისინი იყენებენ თუ ეს ბაყატი იყო, მე მახსოვს ბაყატი და კუ, ბაკაპი და მორიელი. ასე რომ ალბათ ეს კიდევ უფრო მეტ დაბრკოლებას ემსახურება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის გაყვირუების შესაძლებლობა ნაკლებია. რადგან თუ დრონები უკვე 70 კილომეტრით მიდიან ხაზის უკან, ომი თვეების საკითხი აღარ არის. არა ჩემი აზრით ეს ტასტის გადაჯარბება. ჩემი აზრით ბევრ პოლიტიკოს ასევე აქვს დანზრახვა, რომ ეს საგანგებო მდგომარეობის განცდა შექმნას. რადგან როგორც აშკარად ჩანს, ომი ძალიან შენელებულია. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება პოლიტიკოსი ცოტა მოხერხებული ცდილობს ეს უფრო სადანგებო საკითხად წარმოაჩინოს, რაც სინამდვილეში ასე არ არის. ამიტომ ჩემი აზრით ეს საკითხიც არსებობს აქ. გადაჯარბებებია ასევე იმიტომ, რომ ირანში არეულობამ სიფრთხილის ზღვარი დაცია. ამ საკითხების მიმართ. ნახეთ, რამდენი ვართ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ 2000 ჩვეულებრივ, როცა უკრაინაზე ვსაუბრობდით 4000, 5000, 6000 ვიყავით. ანუ ეს ის რიცხვებია, რასაც ირანის პირდაპირ ეთერებში 2 კვირის წინ ვაკეთებდით. თუ გახსოვთ, ირანის პირველი პირდაპირ ეთერის დროს 9000 ადამიანი იყო. რაც დაახლოებით პრიგოჟინის მარშის სტოლი იყო. მახსოვს, როცა პრიგოჟინის მარშზე მუშაობდი, პირდაპირ ეთერში თითქმის 10000 ადამიანი იყო. ამიტომ ადამიანების რაოდენობასაც ვიყენებ. რომ გაგიჩნდეთ წარმოდგენა, რა ყურადღებაა ამ სიტუაციის მიმართ. ეხლა ეს შეიძლება ცოტა განსაკუთრებულია, რადგან ცოტა ხანია უკრაინაზე აღარ საუბრობდნენ, მაგრამ ზოგადად უკრაინის ამბავზე ყურადღება 50%-ით არის შემცირებული. ამიტომ ნორმალურია, რომ პოლიტიკოსი ზოგჯერ ჰიპერბოლებს იხენებს, რათა ყურადღება მიიპყროს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ როგორც ვამბობ, არ არის თანმიმდევრულობა იმაში, რომ ამბობენ რუსები პორტუგალიამდე მიდიან და შემდეგ კოსტიანტინივკასთან ჩერდებიან. ეს ორი რამ ერთად ვერ იქნება, ერთი მეორესთან. ან რუსები ჩარჩნენ ომში უკრაინაში. და მგონია, რომ 5 წლის შემდეგ ეს უკვე დისკუსიის თემა აღარ არის. ეს იქნებოდა ისე, როგორც ამერიკელები რო შეიჭრნენ ერაყში და 5 წლის შემდეგ ისევ იქ არიან. რომ ცდილობენ, არ ვიცი, ბასრას აღებას, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ.
ამიტომ როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან გაჩერებულია, რადგან დიდი შეტევების განხორციელების უნარიც და სურვილიც აღარ დარჩათ. არა რომ ოდესმე ყოფილიყო თუ არ ჩავთვლით ომის საწყის ეტაპს. ბევრად უფრო მოძრავი იყო თუ გახსოვთ ომი პირველ წელს. და შემდეგ ყველაფერი შენელდა. როგორც დრონების გავრცელების გამო, ასევე იმიტომ რომ დრონები ძალიან დიდ ადამიანურ ფასს გაწევინებენ. და ამიტომ არც ერთი მათგანი აღარ უნდა ქვეითთა შეტევების განხორციელება. გახსენებთ რომ გასულ თვეში რუსებმა სცადეს შეტევა დაახლოებით 40-მდე ტექნიკით, კვადროციკლები, ჯავშან ტექნიკა და ასე შემდეგ ლიმანზე და ეს ძალიან ცუდად დასრულდა. და უკრაინელებმა სცადეს ზუსტად იგივე გაეკეთებინათ სკალა ბატალიონით ხრიშინედან პოკროვსკისკენ. და ზუსტად ასევე მათი შეტევაც ცუდად დასრულდა. საბოლოოდ თუ გამოყენებული ტექნიკა იგივეა, ანუ დრონები, გარდაუვალია რომ ერთნაირი ტაქტიკის შემთხვევაში ორივე მხარე დრონების კედელს აძლევა და შესაბამისად აბსურდულად ვერაფერს მიაღწევენ. დიახ, უკრაინა აგრძელებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ შეზღუდოს ნავთობის მიწოდება და ნავთობიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ირანში კრიზისის გამო გაიზარდა. თუმცა თავადაც ძალიან აქტიურად მოქმედებს. ამას შემდეგ სტატიაში გაჩვენებთ. რაც შეეხება სააერო თავდაცვის სისტემების, ადრეული გაფრთხილების სისტემების, რადარების და სხვა მსგავსი საშუალებების სისტემურ განადგურებას. განსაკუთრებით ოკუპირებული უკრაინის, ყირიმის და სხვა მსგავსი რეგიონების ტერიტორიაზე, სხვათა შორის რუსები სამხედრო ბლოგერებს შორის მსჯელობდნენ იმაზე, რომ ისინი დიდად არ არიან მონდომებული ირანის დახმარებაში, რადგან უკვე ახლა აქვთ პრობლემები ეროვნული დაცვის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა მსგავსი საკითხების უზრუნველყოფაში. მაშინ დაუბრუნდეთ კოსტიანტინიუკას, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რუსული შეღწევა, რომლებიც განსაკუთრებით კოსტიანტინიუკას ფლანგებზე იწყებენ ტერიტორიის მოპოვებას. ეს არის ამ ტერიტორიის უახლესი გეოლოკაციები. ვიღაცა იტყვის, რატო არის რომ თითქმის 2 წელია კოსტიანტინიუკაში ბრძოლა? იმიტომ რომ როცა ტერიტორიას იკავებენ, ამას აკეთებენ 2 ქვეითი, 4 ქვეითი. აქ შენყავს 4 რუსი ერთ სახლში. 4 რუსი, რომლებიც აქ შეიპარნენ, მერე მოდიან 4 უკრაინული დრონი, კლავენ 4 რუს ქვეითს, იკავებენ პოზიციას, რუსული დრონებიც იგივეს აკეთებენ უკრაინელი ქვეითების მიმართ და ასე გრძელდება. იკავე პოზიციას, კარგავ პოზიციას, იკავე პოზიციას, კარგავ პოზიციას. ვერ ახერხებ ტერიტორიის შენარჩუნებას. როცა ბევრად უფრო ადვილია დრონების გაგზავნა და ადამიანი, რომელსაც ტერიტორიის დაკავება ევალება, არასდროს არის უსაფრთხო. დრონები, როგორც იცით, ყველგან აღწევენ, შეუძლიათ ნებისმიერ ასეთ ნაპრალში შეღწევა, ეხლა უკვე ესეთ პატარა სიმბრძეებში გადიან. ამიტომ ძალიან რთულია ტერიტორიის დაპყრობა და განსაკუთრებით მისი შენარჩუნება. ეს არის ყველაზე რთული რა. ზოგიერთი გეოლოკაცია, როგორც ხედავთ, ქალაქის ჩრდილოეთითაც ხდება. თუმცა ეს ისეთი სიტუაციებია, სადაც თითქმის ვეღარ დაეღრდნობი გეოლოკაციებს. რას გულისხმობთ? შენ ხედავ, რომ რუსებმა ის პოზიცია დაიკავეს და ფიქრობ, რომ იქ არიან. არა, რადგან შეიძლება 2 საათში სიტუაცია ისევ შეიცვალოს. აღარ არის ისეთი მკაფიო, როგორც ადრე იყო, როცა სოფელს ამ პოზიციას იკავებდნენ და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგ ის პოზიცია გამკიცდებოდა და შენარჩუნდებოდა. ეხლა კი უამრავი პატარა მოქმედებაა. მინდოდა დამემატებინა ეს ყველა გეოლოკაცია კოსტიანტინიუკის გარშემო, რათა დამენახვებინა თქვენთვის, რომ დიახ, აქ არის დიდი ლამაზი ისრები თვითონ კოსტიანტინიუკაშიც. შემდეგ რო ნახავ გეოლოკაცია, არაფრის მომცემია. და ეს ამბავი უსასრულოდ მეორდება ქალაქის შიგნით. ანუ მიუხედავად ამისა, კოსტიანტინიუკას მდებარეობა დროთა განმავლობაში უკრაინელებისთვის სულ უფრო რთული ხდება. ეს სიტუაცია უსასრულოდ ბევრჯერ გვინახავს. რუსები ცდილობენ სელიენტის მსგავსი ქვაბის შექმნას, უკრაინელები კი ცდილობენ მასში ძალების შეყვანას. ჩვეულებრივ იქამდე, სანამ ის ბოლომდე არ გამოიფიტება.
საბოლოო მიზანი თუ ამ საკითხს უფრო ოპერატიული თვალსაზრისით შევხედავთ, ამიტომ რასაც რუსები ცდილობენ არის კოსტიანტინივკას აღება და ნელ-ნელა ყველა მიმართულებიდან კრამატორსკსა და სლოვიანსკთან მიახლოება. საბოლოო მიზანიც ეს არის. კოსტიანტინივკა მათთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი იქნებოდა, რათა მიახლოებული ხუნე. რადგან ბევრი სხვა ადგილი არ არის, როგორც ნახეთ, სივერსკის დაცემის შემდეგ სივერსკის უკან ბევრი სოფელი აღარ არის. ამიტომ აიღეს სივერსკი და შემდეგ მოუწიათ მინდვრებში წინ წასვლა. ამიტომ საჭიროა ურბანული ცენტრი, საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ იქ ბაზა შექმნან, შემდეგ კი კრამატორსკსა და სლოვიანსკს მიუახლოვდნენ. ყველაფერი უკიდურესი ნელობით ხდება. წარმოიდგინეთ სივერსკი აქ არის, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ. აქ შუაში თითქმის არაფერია, გარდა მინდვრებისა და პატარა სოფლებისა. მიკოლაიუკა არის პირველი ადგილი, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. კოსტიანტინივკა აქ არის. ორივე მხრიდან, როგორც კრამატორსკის, ასევე სლოვიანსკის მიმართულებით მისასვლელად, მათ აუცილებლად სჭირდებათ საკრდენი პუნქტი, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. კოსტიანტინივკიდან კრამატორსკში მიდიხარ, რუსებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ აქ პრაქტიკულად არაფერია მნიშვნელოვანი დასაკავებლად, სანამ მინიმუმ მიკოლაიუკამდე არ მივლენ. მგონია რომ თავარი მიზანი ეს რჩება. ანუ რომ სადონ კრამატორსკსა და სლოვიანსკში სამი მიმართულებიდან მისვლა. ანუ ლიმანის აღება გერანდოლას მიმართულებით, სლოვიანსკში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისვლა, რა თქმა უნდა, ფრონტალურადაც მიახლოება და ქვემოდან კოსტიანტინივკის გავლით მიახლოება. ეს არის ის, რასაც ისინი დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ ეს პროცესი სრულიად შენელებულია. ვთქვათ, თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდება, კოსტიანტინივკა შეიძლება 2026 წელს საიო. Kostiantinivka. ზაფხულის დასასრული. ზამთარი შემოდგომა 2026 წელი, თუ ასე გაგრძელდა. ეს ნიშნავს, რომ რუსების შანსი 2026 წელს კრამატორსკისა და სლოვიანსკის აღებაზე დააქვრივსკავ 0-ის სტოლია. 0. ბოლო 2 წლის ტენდენციებიდან და სიჩქარის გათვალისწინებით, თუ 2026 წელს ოპერატიულ შედეგს მიაღწევენ და კოსტიანტინივკას აიღებენ და შესაძლოა ცოტათი წინ წაიწევენ. ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება. თუ გავითვალისწინებთ ძალებს, ტემპს, ჩართულ ერთეულებს, ტაქტიკას და ასე შემდეგ, კრამატორსკისა და სლოვიანსკის აღების შანსი 2026 წელს 0-ია. არაფერია. დაიმახსოვრეთ ეს. 0. თუ მხოლოდ არ ჩააყენებ, არ ვიცი, 4 არმიას უცებ იმ პოზიციაზე, იქ და ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმ ერთეულებით, რომლებიც ეხლა არიან განლებულნი, აგებულნი, რომლებიც დაახლოებით კი ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ ძირითადად იგივე ძალები რჩებიან იმ ზონაში. მე არ ვხედავ არანაირ შესაძლებლობას, რომ რუსებმა შეძლონ დონბასის აღება 2021 წელს. უბრალოდ არანაირს. ეს უბრალოდ არ არსებობს. და ეს მათთვის პოლიტიკური პრობლემაა, რადგან ნამდვილად ვერ დაასრულებენ ამ ომს ისე, რომ პრაქტიკულად არაფერი მიუღიათ. ანუ ვერც ერთი ობლასტის სრულად აღებაც კი ვერ მოახერხეს. ეს პრობლემა მეორე მხარისთვისაც, რადგან ზოგჯერ სჯობს, რომ მოწინააღმდეგეს სახის შენარჩუნების საშუალება მისცე, რათა უკან დაიხიოს, უკან დამხეულ მტერს ოქროს ხიდი უნდა დაუგო. პრობლემა ისაა, რომ ამას ვერც კი შეძლებენ. მე არ შევდივარ სპეკულაციურ ანალიზებში იმის შესახებ, რა შეიძლება მოუვიდეს პუტინს, ან რა მოხდება რუსეთში, თუ ვიღაცა ამ ომიდან 5 წლის შემდეგ სახლში დაბრუნდება და არაფერს წამოიღებს. თუ დაგიჭერენ, მოგიღებენ ბოლოს, ეს მათი პრობლემებია. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, არა, დონბასის აღება 2026 წელს შეუძლებელია. თუ არ უარსითხვიან ყველა, სხვა შეტევით მცდელობაზე და მხოლოდ ამაზე აკონცენტრირდებიან.
ამიტომ ჩემი აზრით ეხლა გადავიდეთ დანარჩენზე, ცოტა ხნით შევჩერდები, სპონსორსაც დავუკეთებ რეკლამას, შევჩერდები და თქვენს კითხვებს ვპასუხებთ. მოგახსენებთ, რომ ეს ლაივი მხარდაჭერილია NordVPN-ის მიერ, რომელიც გარდა იმისა, რომ გაძლევთ მულს, დაცვის დონე, რათა დაიცვა თავი. ინტერნეტში, რა თქმა უნდა, ბოროტმოქმედებისგან, ასობით სერვერით თელ მსოფლიოში, თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა მაგალითად ლოკატელი სირიაში და ასე შემდეგ, თუ გჭირდებათ საიტებზე შესვლა და ეს საიტები გიზღუდავენ ცდომას, რადგან შეიძლება უცნაურ ქვეყანაში იმყოფებით, ან ისეთ ქვეყანაში, სადაც ინტერნეტზე შეზღუდვებია, როგორც ხდება ირანში, როგორც ხდება რუსეთში, მაგრამ ცენზურა არსებობს ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა აზერბაიჯანი. VPN არის საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ გვერდი აუაროთ გარკვეულ შეზღუდვებს. სხვათა შორის, თუ ამას ჩემს კოდთან ერთად გააკეთებთ, მიიღებთ 60%-იან ფასდაკლებას და ამასთანავე მხარს უჭერთ არხის მუშაობას. მე ვიყენებ როგორც VPN-ებს, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ პროგრამებს, რომლებიც ინტერნეტში უფრო უხილავს მხდიან, ნაკლებად ჩანს ჩემი მონაცემები, ისინიც სასარგებლოა პრემიერის სანახავად. მახსოვს უყურებდი Game of Thrones-ის პრემიერებს ინგლისურად, იტალიამდე ადრე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვერტებოდი ინგლისურ ვერსიაზე, რომელიც იქ ბევრად ადრე გამოდიოდა. ამიტომ თუ დაგჭირდება, შეძლებ რუსულ სფეროში შიდა ანალიზის გაკეთებას. ცოტა უფრო რთულია, მაგრამ უკვე არსებობს. რას გულისხმობ? უკვე შეგვიძლია მათი იდენტიფიცირება. არსებობს ნამდვილად დისიდენტების სამყარო, მაგრამ არა გარე დისიდენტები, რომლებსაც მცირე მნიშვნელობა აქვთ, არამედ შიდა დისიდენტები, რომლებიც როგორც ჩანს, სწორედ ისინი არიან, ვინც მონაწილეობდნენ. თუ ვინმე ნახავს, რას ამბობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის ყოფილი ლიდერები, როგორიცაა გირკინი, მაგრამ ასევე ყველა დანარჩენი, ისინი ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი. და ხშირად მათ გვერდით განან რუსი სამხედრო ბლოგერების სამყარო. რუსი სამხედრო ბლოგერების სამყარო ალბათ. და ეს კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ასევე რუსი სამხედრო ბლოგერების თემები სხვადასხვა Telegram არხებზე და ასე შემდეგ. ისინი ძალიან კრიტიკულები არიან მართლობის მიმართ, ყველაზე მკაცრები არიან. ასევე მაშინაც კი როცა სხვადასხვა გენერლების მარცხი იყო, ან უკრაინელების მიერ განხორციელებული სხვადასხვა შეტევა, მაგალითად სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტზე, აი სწორედ ეს სამყარო, რომელიც ინტერნეტში გამოხატავს საკუთარ აზრს, ეს ნამდვილად მცირე ჯგუფია, მაგრამ ეს ჯგუფი ალბათ ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილს წარმოადგენს. ის ნაწილი, რომელიც ასე თუ ისე იცნობს რუსული მედიის შეზღუდვებს და ამიტომ ცდილობს ალტერნატიული ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ არსებობს მთელი ფენა რუსული მოსახლეობის 50 წლიდან ზემოთ, რომელიც ინტერნეტს დიდად არ იყენებს, მხოლოდ ოფიციალური მედიის საშუალებით იღებს ინფორმაციას და ძალიან პასიურია. ამიტომ არსებობს ძალიან პასიური ნაწილი. ჩვენ ასევე ვიცით რუსეთში არსებული შიდა დაყოფების შესახებ. მაგრამ ისინი უკვე გამოიკვეთა პრიგოჟინის დროს თუ გახსოვთ, პრიგოჟინ ვაგნერის ფენომენს რო თავი დავანებოთ, არსებობს როსგვარდია, რომელიც პრაქტიკულად პუტინის პირადი არმიის ეკვივალენტია, გარდა რეგულარული არმიის. მაგრამ არის ასევე შიდა მტრობის საფრთხეც. ალბათ ჩეჩნებისთვის არასდროს მიუციათ მძიმე აღჭურვილობა, რადგან ჩეჩნებს ძალიან არენდობოდნენ. მაგრამ ჩეჩენი მაინც აშინებს საშუალო რუსს. ამიტომ ჩეჩნულ დანაყოფებს ყოველთვის პოლიციური მიზნებისთვის იყენებდნენ. რუსი დეზერტირების დაჭერა და მსგავსი საქმეები, რაც საკმაოდ მძიმე მოგონებად დარჩათ. მაგრამ შიდა დაჯგუფებების დონეზე რთულია, რადგან ასეთი დონის ინფორმაცია არ გვაქვს. ვინმე შეიძლება კონდეს თავისი აზრი უკრაინაზე, მაგრამ ყველაფერი რაც დღეს ვთქვი, 90%-ით პირდაპირ უკრაინულ წყაროებზეა დაფუძნებული. ამიტომ მედიის თავისუფლება ბევრად უფრო მაღალია. რუსეთში ასეთი არსებობს. მაგრამ თქვათ, რომ ის მედიის თავისუფლება რაც უკრაინაშია, საკმარისია იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ რა ხდება.
განსაკუთრებით ისეთი გაზეთებისთვის, როგორიცაა Give Independent და სხვები, ბიჭებო, გადახედეთ იმ წყაროებს, რომლებიც თქვენთვის მოვიძიე. 90% უკრაინელია. და ისინი ბევრად უფრო მკაცრად აკრიტიკებენ იერმაკს, ზელენსკის, პოკლატს და სხვებს, ვიდრე მე გავაკეთე. მე ვცადე შემეკვეცა, მაგრამ იქ ტონი ბევრად უფრო მკაცრია. რა თქმა უნდა, ისინი თავად არიან ჩართული და ასე შემდეგ. თუ ამ საკითხს იტალიას შევადარებდი, ეს დაახლოებით იგივეა, როგორც მაშინ როცა ჩვენ ვიკვლევდით დაძაბულობის სტრატეგიას. სახელმწიფო მასობრივ მკვლელობებს იტალიაში, ასეთ საკითხებს. მათთვის ეს იმ ტიპის ინტერესის დონია, ეს არის ომში მყოფი ქვეყნები, რომლებსაც სურთ იცოდნენ ასეთი რაღაცები. ამიტომ საკმაოდ რთულია შიდა დაჯგუფებებზე ანალიზის გაკეთება, რადგან პუტინის სისტემა მაინც დაჯგუფებებს არ შეიცავს. ერთადერთი რაც ამ 4 წლის ომის განმავლობაში შევძელით გვეპოვნა, არის დაჯგუფებები არმიის შიგნით. მათთან სისტემა მუშაობს, მანამ სანამ მუშაობს, სწორედ იმიტომ რომ ან სისტემის ნაწილი ხარ, ან მისი ნაწილი არ ხარ. ოლიგარქები, რომლებიც გაიქცნენ, რუსები, ინგლისში და ასე შემდეგ, ისინი არიან ისინი, ვინც არ ისურვეს იმ სისტემას დამორჩილებოდნენ. მაგრამ ის სისტემა მუშაობს, მანამ სანამ მუშაობს. შემდეგ ის ინგრევა, კარტები თავიდან ნაწილდება, მაგრამ ამ ხრივ ფრაქციები არ არსებობს. ფრაქციებია პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ისინი პატარა და არამნიშვნელოვნები არიან. მაშინ როცა უკრაინის შიგნით ფრაქციები ძლიერია. სამსახურის ხელმძღვანელები, ნაციონალისტები, რომლებიც ორი არმიის კორპუსია და ასე შემდეგ, მათ რეალური ძალა აქვთ. რუსეთში ფრაქციები არსებობს, არიან ულტრანაციონალისტები, არიან ნოსტალგიური цаრისტები, ყველაფერი არის. მაგრამ მათ არანაირი ძალა არ აქვთ, პრაქტიკულად არ ყავთ სამხედრო ძალები. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოხალისეთა ბატალიონს, როგორც შეიძლება იყოს მილჩაკოვის ბატალიონი, ან მსგავსი რაღაცები, რომლებიც მაინც ძალიან კონტროლდებიან რეგულარული არმიის მიერ. ანუ თუ უნდათ მათი დაშლა, 2 წამში დაშლია. უკრაინის არმიას არ შეუძლია უკრაინელი ნაციონალისტების დანაყოფების დაშლა. ვერცო უნდოდეს, ვერცო არსებობდეს ამის სურვილი. რუსები დიახ, რუსები, ესეთი რაღაცეები რუსეთში. ამიტომ ძალიან რთულია ლოგიკურად მსჯელობა. ფაქციები, რომლებიც ვიპოვეთ, არის შიდა ფაქციები არმიაში. დახსოვთ, როცა შოიგუსა და გერასიმოვის პერიოდი იყო. და სხვადასხვა გენერლები, აი, არმიაში არის სანქტ-პეტერბურგის კლანი და მოსკოვის კლანი. ვისაც იტალიის სამხედრო ისტორია ოდნავ მაინც აქვს შესწავლილი, ეს გავს კლანებს იტალიის უმაღლეს სარდლობაში. იყო ბადოლიანელები და იყვნენ უფრო ფაშისტურად განწყობილები. ან უფრო სხვებთან დაახლოებულები. ჯოვანი ჩეჩინის თვალი ადევნეთ და ის მოგიყვებათ 800 და ყველა სხვადასხვა გენერლის ისტორიებს, თუ როგორ იყვნენ ისინი განწყობილები. რაც არ უნდა იყოს, ბადოლიომ ყოველთვის შეინარჩუნა ძალაუფლება, ფრთა, თქვათ, შიდა დაჯგუფება იტალიის უმაღლესი სარდლობის შიგნით. რუსებისთვის ორი დაჯგუფება, ერთი სანქტ-პეტერბურგის და ერთი მოსკოვის, მაგრამ ისინი არასდროს მისულან დაპირისპირების დონემდე. ეს ცოტათი. ელოდები, რომ მეორე წარუმატებელი იქნება, რათა შემდეგ მისი ადგილი დაიკავა. სუროვიკინი, რომელიც ხერსონის უკანდახევის ავტორი იყო, პრიგოჟინის მეგობარი გახლდათ და მართლაც ამისთვის ფასიც გადაიხადა, რადგან პრიგოჟინის აჯანყების დროს, ესე ვთქვათ, პრიგოჟინი არ გაუმხილა. მან სცადა და გადაიღო ძალიან. როგორ დავარქვა ამას? როგორც მაურიციო მოსკა, ხომ ასეა? ბონი დამშვიდით, ხომ ასეა? ბუჩხუბობთ. ეს პუტინს არ მოეწონა. უნდა გაიგოთ, რომ ესეც სამყაროში თუ შენ მაშინვე არ დგები დიდ ბოსთან ერთად და არ ამხელი ადამიანს, რომელიც შეიძლება გუშინ შენი მეგობარი იყო, მაგრამ ეხლა დიდ ბოსს სუროვიკინმა ამისთვის პასუხი აპო. სინამდვილეში ის ცოტა ხნით განზე გაწიეს და მას შემდეგ თითქმის აღარ გამოჩენილა. სინამდვილეში ის აფრიკაშიც გაგზავნეს, რომ
ეხმძღვანელა, ესე ვთქვათ, ვაგნერის აღდგენის პროცესისთვის, მაგრამ ამჯერად უკვე სახელმწიფო იურისდიქციის ქვეშ, რადგან მას ვაგნერის შიგნით კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ასე რომ ამ საკითხზე საუბარი ძალიან რთულია, შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ეს მაინც იგივე არ არის. საუბარი იდენტური არ არის. ეს უფრო შიდა ფრაქციების საკითხია, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ რეალური გადამწყვეტი ძალა მოლაპარაკებებში. იქ ხაზი ერთია. და მოჩა. მოდით ნახოთ პოკროვსკის მდგომარეობა. როგორც ვამბობდი, უკრაინელებმა დაახლოებით 1 თვის წინ სცადეს შეტევა ხრეშინედან პოკროვსკისკენ. ეს ცუდად დასრულდა, ზუსტად ისე როგორც რუსების მიერ ლიმანის მხარეს განხორციელებული შეტევები. აქ როგორც ხედავ, ძალების უკიდურესად დიდი კონცენტრაცია ორივე მხარეს. ნელ-ნელა რუსები პოზიციებს იკავებენ და ხეშინეს ოდნავს ცდებიან, მაგრამ თუ 1 თვის წინანდელ პირდაპირ ეთერს ნახავთ, განსხვავება მართლაც ძალიან მცირეა. მოდით ცოტა უფრო ცოტა ქვემოთ რო ჩავიდეთ, ხვდებით რა მოხდა ბოლო 24 თვეში. ანუ მთელი ის ქმედებები, რაც უკრაინელებმა განახორციელეს, იმ ნაცრისფერ ზონაში, სადაც რუსეთს გამაგრება არ ჰქონდათ, ნელ-ნელა რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის ეროზიას გამოიწვია. მაგრამ შემდეგ დაახლოებით, რადგან არც მათ უნდათ განსაკუთრებული შეტევები ან დიდი ძალების გამოყენება, სიტუაცია დასტაბილურდა. საბოლოოდ, თუ დავაკვირდებით რა ხდება უფრო სამხრეთით, ან კულიაიპოლესთან, შევამჩნევთ, რომ რუსებმა კულიაიპოლე ზუსტად ისე შეინარჩუნეს, როგორც 6-7 თვის წინ. მათ ეხლა შეძლეს დინარის გადაკვეთა და კულიაიპოლეს სამხრეთ-დასავლეთით რაღაცის მოპოვება. მაგრამ აქ და 5-6 თვე წინ არსებითი განსხვავება არ არის. ამიტომ ყველაფერი საკმაოდ გაჩერებულია, მით უმეტეს რომ შევამჩნიეთ ახალი ძალები არ მოსულა. ეს დაახლოებით იგივე დანაყოფებია, რომლებიც ბოლო 9 თვის განმავლობაში იყვნენ ჩართული. ასე რომ უკრაინული მხრიდან ბევრი ახალი დანაყოფი არ მოსულა, რადგან ეს კრიზისური სექტორი იყო. ზოგადად ყველაფერი საკმაოდ უცვლელი დარჩა, არის რუსული წინსვლა, რადგან ისინი ნამდვილად ცდილობენ მიაღწიონ დობროპილიას, რათა უკრაინული პოზიციის გვერდის ავლით იმოქმედო. მაგრამ ზოგადად მალიზე, ეხლა ვნახოთ ცოტა. მალიზე ნახეთ. რაც ვიცი, არა, თუმცა მალიზე მალე პირდაპირ ეთერს გავაკეთებთ პოლიჩიენისთან ერთად. დღეს ერთი მოკლე ვიდეო ჩავწერე, იმიტომ რომ ვინც არ იცის, მალიში სიტუაცია ფეთქდება და მალიში იყო აფრიკის კორპუსი. ანუ ვაგნერი გადაკეთებული სახელით. და იქ სრული ქაოსია. დღეს ჩავწერე მოკლე ვიდეო, მინისტრიც კი მოკლეს და ასე შემდეგ. მართლა სრული არეულობაა. ასე რომ სავარაუდოდ მაისის დასაწყისში ვეცდებით პირდაპირ ეთერის გაკეთებას პოლიჩიენისთან ერთად ამ სიტუაციაზე. არ ვიცი, უკრაინის სპეცსამსახურები არიან თუ არა ჩართული. ხშირად ეს უკრაინული ჩართულობა გადაჭარბებულია, ზოგჯერ ამას უბრალოდ სიმბოლურადაც კი აკეთებენ. მახსოვს, როცა სირიაში არეულობა დაიწყო, უკრაინის სპეცსამსახურებმა აჩვენეს, როგორ გამოიყენეს მათმა ხალხმა დრონები და დაარტყეს რუსულ ბატარეებს. და მერე აღარაფერი აღარ გამოჩენილა. და ყველა ამ ორ დრონზე დაყრდნობით ფიქრობდა თითქოს რაღაცა დიდი ჩართულობა იყო. სინამდვილეში ეს საჭიროა ასევე, რომ აჩვენონ, რომ ისინი იქ არიან. მაგრამ შეიძლება ისინი ასე მნიშვნელოვანებიც კი არ იყვნენ. არ მგონია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს დიდი გავლენა ჰქონდეთ ჯნიმში და სხვა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში, რომლებიც იქ მოქმედებენ. აი ეს. ამიტომ ნახავთ რა მოხდება მალიში, მაგრამ ფიქრობ, რომ უკრაინის ჩართულობა თუ კი საერთოდ არსებობს, იმდენად უმნიშვნელოა, რომ მხოლოდ სიახლეების გასაკეთებლად შეიძლება იყოს და რეალური ფაქტორი არ არის. აი ეს. უკვე იყო არტაკოს შემთხვევა, ხედავ პოლიქიენიმ გააბათილა, რადგან ხშირად ასეთ ამბებს ატრიალებენ.
ამიტომ როგორც ხედავთ, ისინი უფრო მეტად კონცენტრირდებიან კრამატორსკზე, სლოვიანსკზე, იზიუმსა და კოსტიანტინივკაზე. და არ არის დიდი გადაადგილებები, დიდი ძალების დაგროვება. ვიღაც კითხულობდა, რას აკეთებენ უკრაინელები შეტევების თვალსაზრისით. არის კიდევ ერთი ანალიზი ტოჩინისგან, რომელსაც გირჩევთ რომ ნახოთ, განსაკუთრებით იმაზეა კონცენტრირებული, თუ რის განადგურებას ცდილობენ უკრაინელები და როგორ კლასიფიცირდება ეს სამიზნეები. აი აქ არის, ნახოთ თუ შევძლებ, აი აქ არის. ეს კონცენტრირებულია ბოლო თვეების მონაცემებზე. დაფაზე შეგვიძლია შეამოწმოთ. ესა დაახლოებით ის აქტივობები, სადაც უკრაინელებს აქვთ მოქმედებები. საინტერესოა, რომ უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმების უმეტესობა, რაც განაწილებას ეხება, ყირიმშია. ყირიმში თავდასხმების რაოდენობით, განსაკუთრებით მარტის თვეში, იყო უჩვეულო უკრაინული აქტივობა. თუ დააკვირდებით უკრაინელების მიერ სირმიში განხორციელებული თავდასხმების საშუალო რაოდენობას, ეს დაახლოებით 80-დან 100-მდე. 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე, განსაკუთრებით მარტიდან მარტამდე, უკრაინული თავდასხმების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა, განსაკუთრებით ამ რეგიონში. შავად ყირიმი, ნაცრისფრად ყირიმი, მწვანედ ხერსონი, ქვითლად ზაპორიჟია. ვარდისფერი, ნარინჯისფერი, სენას მიწისფერი ფერი, დონეცკი, ლურჯი, ლუგანსკი. როგორც ხედავთ, ძირითადი ნაწილი არის ზაპორიჟია და დონეცკი, მაგრამ ყირიმსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი აქვს. რატომ სწორად კითხულობს ნიკოლა ბელუმატი, რატომ ყირიმი? იმიტომ რომ ყირიმში ძირითადად განთავსებულია თავდაცვითი სისტემები. მოდით ნახოთ, როგორ ნაწილდება თავდასხმები. 307 თავდასხმა დახორციელდა საჰაერო სისტემებზე. 184 სამხედრო ბაზა, საჰაერო ძალები, ტელეკომუნიკაციები, საბრძოლო მასალის საწყობები, აღჭურვილობის საწყობები, ელექტროენერგია. ის ფაქტი, რომ უკვე რამდენიმე თვეა ისინი უტევენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ადრეული გაფრთხილების სისტემებს და ასე შემდეგ და სულ უფრო მეტად ვარჯიშობენ მირაჟ 2000-ით, F-16-ით და ასე შემდეგ. ასე რომ სავარაუდოდ ადრე თუ გვიან უკრაინელები ცდიან იქ რაიმეზე შეტევას. აქ კი შეგვიძლია ვნახოთ მონაცემების განაწილება უკრაინის შორი მანძილის კამპანიის შესახებ. შეგვიძლია ვნახოთ, რომ შავი ზღვისთვის ცოტა რამ არის გამოყოფილი მარდასორი. მწვანედ აღნიშნულია როსტოვის რეგიონი, ქვითლად კრასნოდარი, ღია ლურჯად ვორონეჟი, ლურჯად კურსკის რეგიონი, ვარდისფრად ბრიანსკი, წითლად ბელგოროდის რეგიონი. საკმაოდ ბევრი, თუ კურსფელად ვიტყვი, ბელგოროდის რეგიონი ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარეობს. ეს გვაძლევს წარმოდგენას დაახლოებით სად გადაადგილდებიან უკრაინელები და რაზე. ეს კი უკრაინის შორმანძილზე განხორციელებული შეტევებია კატეგორიების მიხედვით რუსეთის ტერიტორიაზე. 62 ელექტროსისტემაზე 26 სათვავის საწავებზე, 30 სათვავის წარმოების ცენტრებზე, 47 სათვავის სადგურებზე, 22 სათვავის ტრანსპორტირების ჰაბზე, 28 რკინიგზაზე, 53 საკომუნიკაციო სისტემებზე. ამიტომ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ძირითადი აქცენტი ენერგიაზე, სათვავის წარმოებაზე, სათვავის ტრანსპორტირებასა და სათვავის შენახვაზეა გაკეთებული. და საკმაოდ ბევრია. საერო თავდაცვით სისტემებს. მცირე ნაწილი სახმელეთო ძალებზე, როგორც ხედავთ. ეს გვაძლევს წარმოდგენას, რა განზრახვები აქვთ უკრაინელებს. რუსეთის თავდაცვითი შესაძლებლობების შემცირება და მუდმივად იგივე ტიპის სამიზნეებზე შეტევების გაგრძელება. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ და გააგრძელებენ კიდეც, რადგან ყველა ზიანი, რომელსაც ისინი აყენებენ. ისინი მაინც მიანიშნებენ, რომ აქვთ უკეთესი
შედეგების მიღწევის განზრახვა, შედეგს აზვიადებენ, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე მიზანზე. ყოველთვის იგივე. ამიტომ ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებენ, არც მეტი, არც ნაკლები. რუსები ყველაფერს უტევენ, რა თქმა უნდა. ასე უნდა გავიგოთ, რომ უკრაინელებს რუსებზე ნაკლები ღირებული სამიზნეები აქვთ. რუსებს ბევრად მეტი ნავთობგადამამუშავებელი, ბევრად მეტი ლოგისტიკური და ენერგეტიკული ხაბი აქვთ ვიდრე უკრაინას. და უკრაინის ეს ობიექტები არაერთხელ იყო დაბომბილი. ანუ საქმე ის კი არაა, რომ რუსებს შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც უკრაინელები აკეთებენ. და საბოლოოდ ერთი და იგივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ან ენერგოსადგურის 5-ჯერ დაბომბვა შედეგს არ იძლევა. მაშინ როცა რუსებს უკრაინისთვის ბევრად მეტი სამიზნე აქვთ შესათავაზებლად. ეს უბრალოდ შესაძლებლობის საკითხია. იმედია, სულელულ და განმეორებად კითხვას არ დავსვამ, რამდენ ხანს შეუძლია რუსეთს ასე გაგრძელება. ამას არავინ იცის. ისინი ცენზურას უწესებენ სოციალურ ქსელებს, ცდილობენ შეზღუდონ თავისუფალი კომენტარები, ზრდიან კომერციულ შეთავაზებებს და ასე შემდეგ. და საუბარია 20,000 კაცზე, რომლებიც შეტევითად მიემართებიან კრამატორსკო-სლოვიანსკისკენ. იმ რიცხვებთან შედარებით, რადგან ჩვენ ვართ მიჩვეუგრი. წინა წლებისგან განსხვავებით, ეს აჩვენებს, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრობლემები რეკრუტირებაში და ამ ყველაფრის მართვაში, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როგორიცაა 2024-2025 წლები, თუ არ ჩაატარებენ მობილიზაციას, ამის უფლებას ვერ მისცემენ საკუთარ თავს. ეს მათაც კარგად იციან. ამიტომ რესურსების უცვლელობის პირობებში მიზნები სულ უფრო და უფრო უნდა შეამცირონ. ანუ მეგობრებო, რომ მე შემოჭრის პირველი დღეებიდან ვიდიყურებ, მაგრამ აქამდე არასდროს შემიწირავს, რადგან ლიგურიელი ვარ. კითხვა, რუსი მოქალაქე არ დაიღალა? არ ვიცი, რადგანაც უყურებ ცალკეული მოქალაქეების ინტერვიუებს, ძალიან ბევრი არხია, რომლებიც ამით არიან დაკავებული. სხვათა შორის მადლობა ფრანჩესკო ლიგურიელისთვის, ეხლა როცა მეც ლიგურიელი ვხდები, ნენელა ვიწყებ ამის გაგებას. ძნელია სტატისტიკურ მონაცემად ჩათვალო ის ინტერვიუები, რომლებიც რუსეთში ადამიანებს უტარდებათ. უნდა აიღო და ნახო 1000-ობით ესეთი ინტერვიუ და მერე გამოიტანო საშუალო. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ, შეხედეთ სხვადასხვა არხებს, მაგალითად 1400 ვინტერს დარწმუნებული ვარ გახსოვთ და კიდე ბევრ სხვა არხს X-ზე ციპოვით. ბევრი ინტერვიუს ფრაგმენტია ქუჩაში ადამიანებთან და ბევრი ადამიანი ჩივის ამბობს. საკვების ფასები გაიზარდა, ცხოვრების ღირებულებაც გაიზარდა. თქვათ, რომ რუსეთს შეძლო სულ მცირე 2025 წლის ბოლომდე გაეგრძელებინა. ეს ომი გაეგრძელებინა, მაგრამ შიდა პრობლემები არ ქონოდა. ეხლა კი სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რომ ეს არ აისახოს. ეს ომი შიგნითაც კი ეხლა ამ მომენტში განსაკუთრებით ირანმა აურია ყველაფერი. შეერთებულმა შტატებმა, ამიტომ ცოტა მეც გამოიმუშავებენ, მაგრამ როგორც არფარასი ამბობს, ეს დამატებითი მოგება მაინც გადანაწილდება საშუალო ფასზე. მაგრამ თქვათ, რომ ომის სტატუსის შენარჩუნება. 1420 დანიელ ორენისგან ადამიანი, რომელიც რუსეთში ხალხს ინტერვიუებს უღებდა და რისკავდა. წადით და ნახეთ, უყურეთ რამდენიმე ინტერვიუს. ის ქუჩაში ხალხს ესაუბრება და პირდაპირ ეკითხება, შენ რას ფიქრობ ამ ომზე? და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მათ საოცარი რამ გააკეთეს, ნაბიულინა ეკონომიკის თვალსაზრისით მართლა ძალიან კარგია. Perché riuscire a gestire l'economia russa con მისი ადაპტირება სანქციებთან და ასე შემდეგ. სასაულები მოახდინა, მაგრამ ამას სამუდამოდ ვერ გააკეთე. ამ ომის ხარჯები სამუდამოდ ვერ დაიფარება. არ ვსაუბრობ პოლიტიკურ, ადამიანურ, ტკივილის ხარჯებზე და ასე შემდეგ. მე ვსაუბრობ სწორედ ამ ომის შენარჩუნების ფაქტზე. იმ დროს, როცა ცდილობ ნორმალური ცხოვრება გააგრძელო. ეს ორი რამ ერთად ვერ იარსებებს და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც შემდეგ ჩარჩენილები რჩებიან. ცდილობ ომი აწარმოო და ამავდროულად, ესე ვთქვათ, ქვეყნის შიგნით მშვიდობის სტატუსი შეინარჩუნო. ჩვეულებრივ, როცა ესეთი ომი მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყნები სრულ მობილიზაციაში გადადიოდნენ. ქალები ქარხნებში, კაცები მილიონობით ფრონტზე
და ასე შემდეგ. მიზანი იყო ომი სწრაფად დაესრულებინათ. ამიტომ იყენებდნენ ადამიანური და სახელმწიფო რესურსების 100%-ს. გამარჯვება აქვს. ისინი ცდილობენ შიდა მშვიდობის შენარჩუნებას, იმ დროს როცა ომსაც წარმოებენ. ამ ომს მაინც აქვს ისეთი მაჩვენებლები, სულ მცირე, ჩართული ადამიანების რაოდენობით, რომლებიც წინა საუკუნის კონფლიქტებს მოგვაგონებს. ამ ორ თამაშს სამუდამოდ ვერ ითამაშებ. და ერთი მეორეს აჩერებს. სამოქალაქო სტატუსის შენარჩუნება ნიშნავს, რომ სამხედრო ძალის 100%-ის არ იყენება. ალბათ იმიტომ, რომ ამის საშუალება არ ქონდა. როგორც მეორე მსოფლიო ომში ხდებოდა, მაგრამ ეს თამაში სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და ეს არის ის, რაც ჩემი აზრით ნელ-ნელა რუსეთშიც ირღვევა. მეორე მხრივ უკრაინას ხელოვნურად ინარჩუნებენ ევროპული და ამერიკული სესხებით, დონაციებით. რუსებს ყველაფერი თავად უნდა გააკეთონ. ასე რომ, ასეთ საუბარში თუ უკრაინელებს აქვთ დამოკლეს მახვილი ევროპული, ამერიკული და სხვა პოლიტიკური ნების სახით, რომ გააგრძელონ მათი მხარდაჭერა. რუსები ყველაფერს თვითონ აკეთებენ, ესე თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებს აწყიდიან და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ყველაფერს თვითონ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თუ საქმე ცუდად წავა, შენსავე ფულსა და შენსავე პრობლემებს შეეწირებ. უკრაინელებმა შეიძლება მოკავშირეები დაკარგონ, შეიძლება მხარდაჭერაც დაკარგონ, მაგრამ თუ ეს მხარდაჭერა არსებობს, ისინი უსასრულოდ შეძლებენ გაძლებას. ამ მხრივ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ხალხს ყოველთვის შეუძლია აჯანყდეს, რადგან ორივე მხარეს ომი უკვე ყელში აქვს ამოსული. მაგრამ ეს ფაქტორები თითქმის შეუძლებელია გააზრებულად შეაფასო ამ წლებში. ამდენჯერ ხსმენიათ, რომ უკრაინა დაინგრევა, რუსეთი დაინგრევა. არა 2024-ში, არა 2025-ში. და ამ ყველაფრიდან არაფერი მომხდარა. ეს ფაქტორები ძალიან გაუთვალისწინებელია, მაგრამ ნამდვილად რუსეთში ცხოვრების დონე იკლებს და ხალხი ამ ტვირთს გრძნობს. თუ ამასაც დავამატებთ, რომ შედეგებს ვერ აღწევენ, ევთრჩევას მოგცემთ, წაიგითხეთ, რას წერენ ყოფილი სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერები. ანუ არა სამხედრო, არამედ რუსი ბლოგერი, რომელიც შეიძლება იყოს ახალგაზრდა ბიჭი, ან ყოფილი სამხედრო, მაგრამ სწორედ ისინი, ვინც ეს ომი დაიწყეს, სხვადასხვა პრიგოჟინი და ასე შემდეგ, და ასევე საშიში ირკინი და სხვები, ისინი თვითონ ამბობენ, რომ მათთვის უკვე 10 წელია, რადგან ყველაფერი 2014-ში დაიწყო, ხელში ჩასაგდები არაფერი გვაქვს, ყველას მადლობა. და ამას ამბობენ ისინი, ვინც ეს ომი დაიწყეს. უკვე თვითონაც კითხვებს სვამენ. ფიქრობდით, რომ რუსეთის ჩარევით ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა, მაგრამ ამასაც გარკვეული სინანულით ამბობენ. ჩვენ ხალხი აჯანყებაში ჩავთეთ, ფიქრობდით, რომ რუსეთის ჩარევა ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ სინამდვილეში მათ კიდევ უფრო მასშტაბურ ომში ჩავთეთ, ვიდრე ადრე იყო. ბატონებო, ეს არის ის, რასაც ზოგიერთი მეკითხებოდა, მაქვს თუ არა სხვა არხები სხვა ენებზე. დიახ, მე შევთანხმდი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, სადაც ისინი ჩემს არხებს ამრავლებენ, მგონი 40-50 ენაზე. ამას არკვევი, რადგან ზდა ორგანული უნდა იყოს. ანუ აზრი არ აქვს, რომ იტალიელი ხალხი დარეგისტრირდეს პაკისტანურ არხზე, სადაც მე პაკისტანურად ლაპარაკობ ერთ გეგმაზე. ისინი ყველა ვიდეოსაც ავადგენენ, სულ ესა. და მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ესეთი ტიპის შეთანხმება გააკეთა. ძალიან მარტივი შეთანხმება. ისინი ყველაფერს უყურებენ, მე ვიღებ 50%-ს მათ შორის სპონსორებისგანაც, რომლებიც იქამატებენ. მაგრამ თუ გინდა ცოტა გაიცინოთ, მოძებნეთ მირკო, რომელიც პოლონურად ლაპარაკობს, საინტერესო საუბარია და სხვა ენებზეც. და ზოგი მიდის, იმიტომ რომ მე მომდის შეტყობინებები მაგალითად რა, მაგრამ მე ცოტა ხნის წინ დავიწყე 23 კვირის წინ. თლიანობაში უკვე მიიღეს 100,000 ნახვა, იწყებენ ზრდას. ასე რომ არ გამოიწეროთ არხები, რადგან ასე ორგანულ ზრდას დააზიანებთ. მაგრამ საკუთარი თავის მოსმენა დაახლოებით ამ ხმით და იმავე აქცენტით, რომლითაც სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობ, გარწმუნებთ საკმაოდ სახალისოა. მაშ ყველას დიდი მადლობა ღამემშვიდობისა და აუცილებლად შევხვდებით 30-ში გენერალთან, კაპიტინთან, მოროსთან და სხვებთან ერთად, რადგან საჭიროა განვაახლოთ ის, რაც ხდება. ვაუ!